მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის. დღეს არიან ჩვენი წევრები შემოგვიერთდნენ. ეკონომისტი ია ერაძე, ფინანსისტი გია ჭანტურია, მე მარიამ იაკობიძე და ჩვენი პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტი ლაზარე ქარჩხაძე. დღევანდელი თემა არის რატომ არის ფასები პროდუქტებზე მაღალი, ჩვენ როგორ ხსნით ამას, ამ ფასების სიძვირეს. შემდეგ ვისაუბრებთ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა ესე იგი განცხადებას რას ნიშნავს კახაბენდუქიძის ეკონომიკური პოლიტიკა და ამ ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება და ვისაუბრებთ ასევე ჩვენ როგორ გვესახება როგორ უნდა მოხდეს რა უნდა იყოს სწორი ფასების პოლიტიკა და რა კონტექსტში უნდა იყოს ის მოქცეული სანამ უშუალოდ ამ საკითხებზე სასაუბროდ გადავალთ ასე მინდა შეგახსენოთ რომ ჩვენი მოძრაობა მთლიანად ფუნქციონირებს, ასე ვთქვათ, მისი წევრების შემოწირულობებით, მისი წევრების საწევროებით უფრო სწორად და ჩვენი მხარდამჭერების შემოწირულობით. ჩვენ ესე იგი შეთანხმებულები ვართ ერთმანეთში, რომ არ ავიღებთ არანაირ დიდ დაფინანსებას და არ გვინდა ვიყოთ ჩვენ დამოკიდებული მსხვილ ბიზნესებზე. ჩვენი მიზანი არის სწორედ მივაღწიოთ აი იმ დიდ სახალხო მობილიზაციას და იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს ეს კულტურა, რომ ხალხმა თავად დაიწყოს იმ პარტიების, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა ფინანსური, რომელსაც თვლი, რომ წარმოადგენს შენ ინტერესებს და გამტარი იქნება შენი ინტერესების. არსებობს ესეთი მაგალითები, მაგალითად ეხლა ყველაზე უახლესი რაც მახსენდება, ჩემი საყვარელი ბერნი სანდერსი, რომელიც 2016 წელს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად იყრიდა კენჭის დემოკრატიული პარტიიდან და ძალიან ცნობილი ფაქტია, რომ მან ზუსტად აი დიდი სახალხო მობილიზაციით დაფინანსდა მის ეს საარჩევნო კამპანია და არ მიუღია დიდი დონაციები, იმიტომ რომ პოლიტიკიდან უნდა განიდევნოს დიდი ფული, რომელიც შემდეგ აი ამ პოლიტიკას აკონტროლებს, პოლიტიკას, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს. ჩვენ ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ ჩვენმა საზოგადოებამ, რომ არამხოლოდ აქ იგულისხმება არამხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ ასევე თანამონაწილეობა აი ამ პოლიტიკურ პროცესებში. თუმცა ეხლა დღეს ამ დეტალებს ამ საკითხის სიღრმეში არ შევვალთ. მოდი რა თემაც გვაქვს იმაზე კონცენტრირდეთ და ალბათ პირველი ზოგად შეფასებას გავაკეთებდი აი შაბათის დებატების იმედზე, რომელშიც მონაწილეობდი და რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მინდა პირდაპირ მადლობა გადაუხადო ყველას ძალიან ესე იგი ხარდამჭერი კომენტარებისთვის და რა გამოიკვეთა ესე იგი ჩემი ჩდაბეშლება ესეთი ამ დებატებზე რომ საერთოდ რამდენად აცდენილები არიან მათი ხედვა საერთოდ ეკონომიკაზე როგორი არის და მე როცა ვესაუბრებოდი რაღაცა რა შეიძლება იყოს გამოსავალი მაგალითად ერთ-ერთი აი ფასების არარეგულირებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ფასები არ იყოს ამდენად მტკივნეული მოსახლეობისთვის, მაგალითად რომ მახსენე ინდუსტრიული პოლიტიკა საერთოდ ვერ მიხვდნენ მონაწილეები რაზე იყო საუბარი, საერთოდ ვერ დააკავშირეს ეს ფასებთან და რაღაცა ეს ძალიან ვიწრო ხედვა და ვიწრო რამ ხრივ რომ რაღაც კონკრეტულ ოპერაციულ ხარჯებზე იყო საუბარი და არა მთლიანად რაღაც როგორ ეკონომიკაში ვცხოვრობთ იმ კონტექსტში მოქცევა და მოკლედ მინდა რომ მოკლედ ამ თემაზე დავიწყო გადმოგცეთ სიტყვა პირველ რიგში ვთხოვდი ალბათ იას ჩვენს ეკონომიკის მინისტრს ესე ვეძახით შინაურულად ასე ვთქვათ ჩვენ გვქონდა ჩვენი ესე იგი პირველ მაისს გვქონდა ღონისძიება რომელზეც წარვადგინეთ ჩვენი პროგრამის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი შრომის პოლიტიკის ნაწილი და სოციალური პოლიტიკის ნაწილი ჩვენი სრულ პროგრამას 26 მაისისთვის წარვადგენთ და ზუსტად აი ამ ჩვენ ეკონომიკურ პროგრამაში, რომელზეც ია და გია და კიდევ რამდენიმე ჩვენი წევრი ერთად მუშაობდნენ, გვაქვს ზუსტად გვიწერია ის თუ რაც ხსნის არა მარტო აი ამ მაღალ ფასებს, არამედ აი ამ მთლიან სტრუქტურას, როგორ ეკონომიკურ სტრუქტურაში ვცხოვრობთ და ეს სტრუქტურა როგორ განაპირობებს მერე იმას, რომ არ ყოფნის ხელფასების არსებობ, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. ია, დაგითმობ სიტყვას შენ. მივესალმები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს.
რახან ფასები არის ხო ალბათ ყველაზე აქტუალური საკითხი ახლა და ამ მომენტში და ეს არ არის ოღონდ ხო რა თქმა უნდა ახალი პრობლემა და ახალი გამოწვევა სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამიტომ მეც ფასებზე საუბრით დავიწყებ და პირველ რიგში ალბათ რასაც ხაზი უნდა გაუსვათ არის ის თუ რამდენად მნიშვნელოვანი ინდიკატორია ერთის მხრივ ფასები ეკონომიკისთვის და მეორე როგორ ირეკლავს საერთოდ ფასები ხო მაღალია არ არის მაღალი ხელმისაწვდომია თუ არა ზოგადად ანუ რას ნიშნავს ხო როდესაც ჩვენ მაღალ ან დაბალ ფასებზე ვსაუბრობთ ეს შეიძლება ვთარგმნოთ როგორც ხელმისაწვდომობა რამდენად შეუძლია რიგით მოქალაქეს ხელი მიუწვდებოდეს საბაზისო საჭიროებებზე პირველ რიგში ხო როგორიც არის სურსათი წამლები იგივე ეს განათლება იქნება ხო სახლი ბინა წყალი ელექტროენერგია გათბობა და ასე შემდეგ ხო ეს ყველაფერი საბაზისო საჭიროებებია და ამას ემატება რა თქმა უნდა კიდევ ბევრი სხვა საჭიროება და მაშინ როდესაც ჩვენ ვიღებთ მოცემულობას როცა მოქალაქეები თავიანთი შემოსავლის 40%-ს და მეტს თითქმის ნახევარს ხო შეიძლება ხარჯავდნენ სწორედ აი ასეთ საბაზისო ხარჯებს და კონკრეტულად სურსათზე ძალიან დიდი თანხები იხარჯება შემოსავლის მაშინ როცა უფრო მაღალგანვითარებულ თქვათ ეკონომიკებში და იმ იგივე ევროპულ სახელმწიფოებში რომლებზეც ჩვენ ვამბობთ რომ იქ არის კეთილდღეობის სახელმწიფო სურსათის შეძენა მაგალითად ან წამლების ყიდვა არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან, ხო, შემოსავლებთან მიმართებაში. ეს არის სწორედ ის, რაც განასხვავებს რამდენად კარგად შეიძლება იცხოვრო ადამიანმა ამა თუ იმ ქვეყანაში, მაშინ როდესაც ხარ დასაქმებული, გააქვს ხელფასი, რამდენად შეგიძლია რომ აი იმ ხელფასით და იმ დასაქმების ფონზე ადამიანურად და ღირსეულად იცხოვრო, ხო? რეალურად აი ეს თითქოს ფასები კი ძალიან შეიძლება ტექნიკურად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში რაღაცა ესეთ აი საბაზისო მნიშვნელობის, მაგრამ თან ფუნდამენტური მნიშვნელობის და ძალიან მტკივნეულ საკითხს ვეხებით. ამასთანავე, როდესაც ფასებზე ვსაუბრობთ, ხო? ფასები კარგად ირეკლავს ასევე ამა თუ იმ ეკონომიკის სტრუქტურას და ამა თუ იმ ეკონომიკის ჩავარდნებსაც, ხო, მათ შორის სად არის ჩავარდნები, რატო არის მაგალითად რომ ჩვენთან სურსათი ესეთი ძვირია, რატომ არის რომ სურსათის დიდი ნაწილი, ისევე როგორც წამლების უდიდესი ნაწილი ჩვენ გვიწევს ამის იმპორტი და შემოტანა სხვა ქვეყნებიდან, ხო, საქართველო არის სამწუხაროდ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. რატომ ვერ ვახერხებთ ვაწარმოოთ უფრო მეტი საკვები პროდუქტი, მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობის მხრივ კუთხით, თქვათ საქართველოს ნამდვილად არ აქვს რესურსების მიხედვით პრობლემა და ისტორიულადაც საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება და ისტორია გვაქვს ამ მიმართულებით, რომ ესა თუ ის პროდუქტი ვაწარმოოთ, მაგრამ ვერ ვაწარმოებთ და ის ადამიანებიც კი, რომლებიც თქვათ სოფლებში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, ან უკვე გაიქცნენ და მიატოვეს სოფელი, ან გაქცევის პირას არიან, ხო, რატომ არა გვაქვს წარმოება და თუ გვაქვს წარმოება და გვაქვს, ხო, რაღაცა მცირე დონეზე ადგილობრივი წარმოება, როგორ არის მოწყობილი ჩვენი ესე ვთქვათ აი ეს შიდა ბაზარი, რამდენად გამჭვირვალე არის აქ საერთოდ ურთიერთობები, რამდენად დაცულია სამართლიანობის პრინციპები, არის თუ არა კონკურენცია და ასე შემდეგ, ხო? უამრავი, რა თქმა უნდა, აქ შემოდის ცოდნის საკითხები, აქ შემოდის ტექნოლოგიური განვითარების საკითხები და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა, ხო, ერთი მხრივ აი ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრუქტურა, იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე უამრავი პრობლემა, იქნება ეს ოლიგოპოლია, მონოპოლია თუ ასე შემდეგ. ფასებს კიდევ სხვა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ეკონომიკურის მიღმა პოლიტიკურიც, იმიტომ რომ როცა იგივე ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ ფასებზე, ეს ასევე კარგად ირეკლავს სხვადასხვა ძალაუფლებრივი ჯგუფის ინტერესს და კონფლიქტს. და რას გულისხმობ ამაში? ამაში გულისხმობ იმას, რომ
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დასაერთოდ რატომაც დაიწყო, ხო, ქართულმა ოცნებამ, რომ აი ეს საგამოძიებო კომისია შექმნა და დაიწყო იმის ძიება, რა იყო და ვინ იყო მიზეზი აი ამ მაღალი ფასების, იმიტომ რომ მათ დიდი ალბათობით რაღაცა ეს გათვლა ჰქონდათ, რომ ერთ მარტივ მიზეზს აღმოაჩენდნენ და მე იმ ერთი მარტივი მიზეზის გადაჭრით მთელი პრობლემა გადაიჭრებოდა, ხო, საქმე ასე მარტივად ნამდვილად არ არის. ფასებს აქვს ასევე, ხო, ეს მთელი შემოსავლების ნაწილების ფუნქციაც და ძალიან კარგად გამოჩნდა თუნდაც აი ამ კომისიის დასკვნაშიც ესე არ წერია, მაგრამ ცოტა უფრო შეიარაღებული თვალით თუ წავიკითხავთ, ჩვენ ხედავთ, რომ ერთ მხარეს არიან ხო, წარმოებლები, იქ არიან დისტრიბუტორები, იმპორტიორი კომპანიები, არიან სუპერმარკეტები, რა თქმა უნდა, არიან მომხმარებლები, რომლებიც ოღონდ ნაკლებად არის ნახსენები იმ თავრობის მიერ დაწერილ დასკვნაში. და როდესაც ხედავთ ხო აი ამ სხვადასხვა ასე თქვა ძალაუფლებრივ ჯგუფებს, რომლებსაც თითქოს ერთი შეხედვით არაფერი არ აქვთ გასაყოფი, ხო? მაღალ ფასებზე როცა ვსაუბრობთ, აღმოჩნდება, რომ არის ასე თქვა დაპირისპირების და გადაკვეთის წერტილები, იმიტომ რომ ბიზნესის წარმომადგენლებს იქნებიან ეს დისტრიბუტორები თუ სუპერმარკეტები თუ მსხვილი ბიზნესები და ასე შემდეგ, მათ არ ეთმობათ თავიანთი მაგალითად მოგების მარჟა და მომგებიანობა, არც როგორც ვიცით ამ ქვეყანაში ხელფასების გაზრდაზე არიან მოწადინებულები და მეორე მხარეს აღმოჩნდება საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლისთვისაც ეს ფასები არის მიუწვდომელი და შეუწვდომელი, ვერ ახერხებს ამის გადახდას, მას სჭირდება რომ კონდეს უფრო მეტი შემოსავალი, რომ გაიზარდოს მისი მწყიდველობითი უნარი და აი ამ დაძაბული შეგვიძლია ნამდვილად ამ ურთიერთობას ვუწოდოთ, მთავრობა გადაწყვეტ თითქოს რომ რაღაცა არბიტრის როლი მოირგოს და გადაწყვეტა იპოვოს, მაგრამ როგორც ქართული საზოგადოება ამას მიჩვეულია უკვე 10 წლეულების განმავლობაში, აღმოჩნდება რომ მთელი ის ხარჯი და მთელი სტრუქტურული ჩავარდნების ხარჯი, ხო, რაც აი ამ მაღალ ფასებში გამოიხატება, ისევ მომხმარებელმა უნდა იტვირთოს და ისევ მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ის მაღალი ფასი, იმიტომ რომ სხვა გამოსავალს ეს მთავრობა არც გვპირდება, ხო, არც პირდება მის ამომრჩეველს, რომ რაღაც გადაჭრის გზა იპოვოს. ხო, არც იმ დასკვნაში, ანუ რაღაცა აი არ ჭირდება ჩემი აზრით ძალიან დეტალებში შეყოლა ახლა იმ დასკვნას, იმიტომ რომ რაც თვითონ განცხადებები გააკეთეს, რაც იქ ისაუბრეს, რაც დასკვნასაც ზოგადად რომ გადახედო, ჩანს იქ რომ ისევ რაღაცა ძალიან მიკროეკონომიკის დონეზე, აი ბიზნესების დონეზე არის რაღაცა საუბარი საოპერაციო რაღაცა ოპტიმიზაციაზე და არ არის საერთოდ ამ კონტექსტში მოქცეული, ხო? ხო, კი, იქ მათი დასკვნები ეს მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი დასკვნები არის აბსოლუტურად ზედაპირული, მაგალითად ერთ-ერთი მოკლევადიანი დასკვნა, რაც უკვე ასევე დაანონსეს დიდმა სუპერმარკეტებმა არის, რომ შეიქმნას ეს ეგრეთ წოდებული სამომხმარებლო კალათები და დაწიონ ფასები და აქაც რაღაც ისეთი პოზიციონირება ჩდება ამ სუპერმარკეტების მხრიდან, რომ ეხა მოწყალება უნდა გაიღონ და ჩვენ მადლობა უნდა გადაუხადოთ, რომ ასეთი ტიპის დაბალი ფასების, უფრო დაბალი ფასების სამომხმარებლო კალათა შექმნა და გრძელვადიან და თქვა საშუალოვადიან გამოსავლებში რაც უწერიათ არის ის, რომ პრობლემები აღმოაჩინეს მიწოდების ჯაჭვში, პრობლემები აღმოაჩინეს და რა თქმა უნდა, როდესაც ხო, ქვეყნის ეკონომიკა არის დამოკიდებული იმპორტზე, ხო, არ არის ჩვენთან ეს ეგრეთ წოდებული მასშტაბის ეკონომიკა განვითარებული. რა თქმა უნდა, ეს სტრუქტურული პრობლემები იქნება, მაგრამ ამას როგორ უნდა უპასუხოს ქართულმა ოცნებამ თავადაც არ იციან. დროებითი კოსმეტიკური ვითომ და რაღაც ამ პრობლემის მოგვარება, მაგაზე ჩვენ შეგნით რომ ქონდა მსჯელობა, ზუსტად ეგ არის, რომ რაღაც შეიძლება რამდენიმე თვე ცოტა ხანი რაღაცა შედეგი ქონდეს, ან ცოტა შეიძლება შეამცირდეს, არ ვიცი, 10 თეთრით რაღაცა გაიაფთეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მე ისევ გაძვირდება, ანუ არ იმ თუ ხელფასები არ დაეციათ, სულ ეს სტრუქტურული ჩავარდნები, რაც არის ჩვენ ეკონომიკაში, ესენი თუ არ გამოსწორდა, ესეთ რაღაც კოსმეტიკურ, აი იმას გავს დაახლოებით სახს რო ძირი აქვს გამომპარი, საძირკველი რო უკვე დაობებული, არ ვიცი, დაჭაობებულია და შენ კედლებს ხებავდე, რაც აბსურდი არის, ხო? დაახლოებით რაღაცა ეგეთი დასკვნა იყო, დასკვნა გამოიტანეს და თან ესე იგი
იქიდე რა არის მანდ მნიშვნელოვანი რომ ესე იგი ეს ამ სხვა ქვეყნების მაგალითებს რომ შეისწავლიან უბრალოდ რაღაცა მაგალით რომ მოყავს რომ აი იქ რო იყო რაღაცა მაგალითი ფასები აი ეს კონკრეტული რაღაც გააკეთეს ესეც ძალიან კონტექსტიდან ამოვარდნილია რატომ რომ შენ მარტო ის კი არ უნდა შეისწავლო რომ იმ კონკრეტული მიმართულებით რა გააკეთა იმ სახელმწიფომ მაგრამ იმ სახელმწიფოს ეკონომიკის სტრუქტურა როგორი არის რა თქმა უნდა პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურა როგორია შიგნით რა რეგულაციები აქვს წარმოება როგორია და ეკონომიკა როგორი წარმოება მაგასაც აქვს მნიშვნელობა ესე უბრალოდ აიღო რაღაცები და აქ ის გააკეთეს აქ ეს გააკეთეს და აბა აქედან ეხა რომელი ჯობია ეს არის აბსურდი უბრალოდ და манипуляციები არის რა ეხლა ყველას ვისაც მეტნაკლებად ესმის რაღაცა თემა არც არის დიდად საჭირო ჩემი აზრით რა ეხლა რაღაცა ეკონომისტი იყო მაინდა-მაინც რა ეგ გესმოდეს ხო იმიტომ რომ კონტექსტში უნდა მოაქციო ყველაფერი და მეც სულ მაგაზე მქონდა აქცენტი რომ რაღაცა ციფრებს რო გეუბნება და ამაგონთან გააჩნია რომელი სტატისტიკა მოაქვს ხო მაგალითად რომ სულ ამ საშუალო ხელფასს რო ახსენებენ მაგრამ საშუალო ხელფასი რო რეალურად არ გვეუბნება არაფერს რეალურ ხელფასებზე და იმ უთანასწორობაზე რაც არის თვითონ այս ხელფასებს შორის შემოსავლებს შორის და ერთი რომ რა ციფრები მოაქვს რა სტატისტიკები მოაქვს და მე როგორ ინტერპრეტაციას აძლევენ ამას და რა კონტექსტში სწამენ უბრალოდ არ სწამენ ხოლმე არასოდეს კონტექსტში ლაზარე რა სწამინდოდა იცი ხო ის საშუალო ხელფასი მე მგონი მერვე კლასის მოსწავლემა იცით ამ ქვეყანაში უკვე როგორ იცლება და მე და ირაკლი კობახიძეს 8000 ლარი გვაქვს საშუალო ხელფასი 16000 იქიდან იმისი არის და დანარჩენი ხო აი ეგეთი ამბავია ორ ადამიანზე მაგრამ აი სანამ უფრო დეტალებში შევალდა ჩვენ შევალთ ეხა თვითონ ამ კომისიის და არა მხოლოდ დეტალებში აი მე მახსოვს ის დღე როცა ირაკლი კობახიძეს ეს ვიდეო დაიდო როცა რაღაცნაირად მათ გადაწყვიტეს რომ აი ესეთი რაღაც გაიკეთებინათ და სხვა შორის ეკონომიკის ლექციაზე ვიჯექით და გაოცებულები უსმენდით რომ უცებ 14 წლიანი რაღაცა საფარველში ჯდომიდან გამოვიდნენ და დაიწყეს იდეაში ისეთი ინიციატივის და ზოგადად რაღაცა ისეთის კეთება, რაც ზოგადად საერთოდ არ უნდა იყოს განსაკუთრებული, მაგრამ იმდენად არაბუნებრივი იყო ეს ამ ხალხისთვის, ხო, რომ კარგად გამოჩნდა სამუშაო პროცესიც. უბრალოდ მე რამდენიმე სხდომას ვუსმინე და აი ძალიან აშკარად იგრძნობოდა, რომ უბრალოდ წარმოდგენა არ ქონდათ, რა უნდათ, რატო უნდათ და ყოველდღე როგორ უნდა ეკეთებინათ, ხო, და ის შენ ბევრჯერ უთხარი იქ ხა მართლა 7 მილიონერი დაჯდნენ 10 კაციდან და შეულდნენ იმაზე სულ კიდე ამ პერიოდში მეგონა რომ მხოლოდ თბილისზე საუბრობდნენ რა იქ თვითონ კომისიის ანუ ეს პრობლემა კიდე რეგიონებში იმდენად სხვა სიმწვავით დგას რომ სხვა შორის აი ჩვენ მეტნაკლებად უფრო ხშირად გავდივართ რეგიონებში სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებით და აი იქ ბევრჯერ გვილაპარაკია ალბათ და ჩვენ იმასაც ხშირად ვლაპარაკობთ რომ როცა ეკონომიკას ამ პოლიტიკურ და ცხოვრებისეულ მაგალითებს აცლი და მხოლოდ ციფრებს ტოვებ ხო აი ეს არის ის რაც მათ უნდათ რა და ცხოვრებისეულად ეს რაში ითარგმნება იცით აი ეს პრობლემები რომ იქ ადამიანები რეგიონებში აი განსაკუთრებით სოფლებში გესაუბრებიან რომ შეიძლება მაგალითად აი საკვების პრობლემა სოფლში ისე არ იდგეს მაგრამ აი ეს პირველადი მოხმარების ნივთები ხო აი ფული როგორც ესეთი ძალიან მარტივად რო თქვა იქ თითქმის არ არსებობს რა რომ აი ჩანთა უყიდოს მოსწავლეს რომელიც თქვა სექტემბრის სკოლაში უნდა გაუშვას რვეული აი ეს რაღაცა პირველადი მოხმარის ნივთები აი ეს ეკონომიკური არათანაბარი გადანაწილება აი ამაში ითარგმნება რა რომ რეგიონებში ადამიანებისთვის საერთოდ სასაცილოც ვერ არის ეს საკითხი რა და ეხლა კიდევ რაღაცა ისეთი რეაქციები და გამოხმაურება აქვს ამ თემას მე საერთოდ ვერ ხვდები რა მოიმკეს ამით ოცნების თვითონ ოცნებამ და მის მომხარედან წერებმა იმიტომ რომ გამწარებული არის მართლა ხალხი იმიტომ რომ სასაცილოც აღარ არის უკვე ეს რა რაღაც ეტაპზე ეს უკვე სხვა დონის შეურაცხყოფა არის შენთვის რა მაგის თქმაც მინდა უბრალოდ არ დამცალდა რომ აი რო ფიქრობ რომ რატო აკეთებენ ერთი რომ აბსურდი არის რომ საკეთებენ მაგრამ აი რატო აკეთებენ რაში ჭირდებათ ხო ჩემი ახსნა ესეთია რომ უბრალოდ ხალხის დემორალიზება მოახდინონ ყველაფერს რაც სხვა აკეთებენ ხო იმისთვის აკეთებენ რომ ხალხის დემორალიზება მოახდინონ რომ აი ეს რომ აი მე ყველაფერი ჩემია ეს ქვეყანა ჩემია მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ და შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია მაქსიმალურად უძალოდ რომ იგრძნო თავი და აი იმდენად რომ აი საერთოდ აპოთეოზში ჩავარდე და აი საერთოდ აღარაფერს აღარ აქვს აზრი და აი მარტო გადარჩენაზე ფიქრობდა და იმის იქით აღარ გრჩებოდა საერთოდ ფიქრი ხო და თან საწინააღმდეგო ეფექტი და შედეგი მიიღეს იმიტომ რომ სულ რომ ის უსვამდით ხო ჩვენს და ისმებოდა ზოგადად კითხვა რომ როგორ იტანს ქართველი ხალხი ამდენ გაჭირვებას მართლა ამდენ სოციოეკონომიკურ გაჭირვებას და არ იღებს ამაზე ხმას ხო არ ხმაურობს მე განცდა მაქვს რომ
ახლა ხო იმდენ იქნეს მართლა ამ ქართულმა ოცნებამ რომ ისე გააქტიურეს ეს საკითხი და თან ძალიან არასწორად რომ აი მართლა იმ ყველაზე ღრმა ჭრილობაზე ჩააჭირეს ადამიანებს ხო მარილი მოაყარეს და თან კიდე აყურებინეს ეს სეირი მართლა იმ კომისიის სხდომების სახით და ბოლოს მოუბრუნდნენ და უთხრეს რომ ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ანუ ფაქტიურად ეს გამოვიდა და რა თქმა უნდა უფრო გაგიჟდა ხალხი და კიდე უფრო გაგიჟდება იმიტომ რომ მე შეგვიძლია გავშალოთ რომ ჩვენ უარესი ფასების მატება გველის გლობალური პროცესების გამო და ბატონო გია თქვენ ხო არ იტყვით თქვენ რაც განათმონიშნული და მე რამდენიმე ვიდეო გვაქვს შერჩეული და იმაზეც შეგვიძლია კომენტარება გავაკეთოთ თვითონ ამ დებატებიდან და სანამ ამ მაგაზინს ვიზამ აი თვითონ ეს უბრალოდ ეხა იამ რო დაიწყო საუბარი თქვა ამ იმაზე ხო აი მეც რაღაცები ამომიტევდი და აი როგორ დაიწყო საერთოდ ეს ფასების კომისია ხო რომ ანუ როგორ შენც უთხარი იმათ რომ საერთოდ სხვაგან ახართ ცხოვრება სხვაგან არის მოსახლეობა სხვაგან არის ანუ აბსოლუტურად ორი სხვადასხვა სამყაროა ხო ანუ როგორ ანუ ჩემთვის რა იყო ამის მანიშნებელი რომ ესენი სულ სხვაგან არიან ვერ გძნობენ აბსოლუტურად რა ხდება ქვეყანაში რომ დასკვნა და პირველადი მათი მოლოდინი ხო თუ ლოგიკურად გაყვები აბსოლუტურად სხვადასხვა იყო, იმიტომ რომ ადამიანი გამოვიდა, აქ იგრძნობა რაღაცეებიო, ეროვნული ბანკის საერთოდ არც ერთ კრებაზე არ მიიყვანეს, ვინც ფასების იმაზე არის, სტაბილურობაზე არის პასუხისგებელი და სუსი ჩარტერს იმაში, ხო? ანუ სუსი რატო უნდა შეუშვა ფასების იმაზე თუ რაღაც არა განცდა არ გაქვს ორი ვარიანტია რომ ერთი რომ რაღაცა ისე წელოდნენ რომ ის და მეორე უბრალოდ დაშინების რომ მანდ ახლა თქვენ ხო არ გეგონოთ და მე კიდე ერთი ის მგონია რომ ერთმანეთის თავიდან ამ კობახიძემ განცხადება რომ გააკეთა ეკონომიკის სამინისტრომ რაღაც დასკვნა გააკეთა და იქ იმის საფუძველზე ვლაპარაკობ ახლა რასაც ვლაპარაკობ და ნეტას არ არის ეგ როგორც ხშირად ხდება როგორც განათლებასთან კვლევა ვერავინ ვერ ნახა ისე აქაც ისე და მეორე ის არის რომ თვითონ ქართული ოცნების კიდე ერთი ვარაუდია იმიტომ რომ ჩვენ ხო ნამდვილი ის არ ვიცით შეგნით რა ხდება ხო რომ თვითონ ამ ჯგუფებს შორის გადანაწილების ის არის და ვთქვათ იმ ბიზნეს რომელიც პრინციპში ხელისუფლებასთან ერთად ტანდემშია ხო თორე ეხა მართლა ის არის ხო ერთად მოქმედებენ იქ აჩვენეს რომ ჩვენი გავლენა მეტი და არა ალბათ თქო რა იმიტომ რომ სხვა იმას ვერ ხვდები იმიტომ რომ ეს დასკვნა იყო ისეთი რომ აი თურმე ყველაფერი ის არის არაფერი დიდი მარჟები არ არის არაფერი ყველაფერი კარგად არის და აი კობახიძემ ესეთი რაღაცა თქვა მოკლევადიანი გამოსავლების იმით რა რომ არასდროს გვიფიქრია ჩარევა მაგრამ ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება მეტი კოორდინაცია თავისუფლებით იმოქმედებს ვფიქრობთ რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია ანუ თუ ბიზნესი კეთილნებას გაიღებს ჩვენ კი არაფერს ჩავერევით თუ ის იტყვის რომ ჯანდაბას იქ მაღაზიებში კუთხეს გამოვყოფ სადაც რაღაც პროდუქციას დავდებ რასაც იაფად გავყიდი და ეს პროდუქცია რა იქნება ნუ დაბალი ხარისხის პური რაღაცა ციციბურად შეიძლება არ იყოს არა რაღაცა უმდაბლესი ხარისხის რაღაცა რომ ადამიანმა უბრალოდ შიმშილის გძრობა მოიკლას და არა იარსებოს რა მინდოდა რომ გამეშალა და არ დამცავ და ბოდიში და ამის ის რა იყო თქვა ხო თვითონ ბიზნესის მხრიდანაც რა პასუხები იყო ამაზე რა რომ ასეთი სიღრმისეული შესწავლა განსაკუთრებით FMCG მიმართულებით ეს გუდვილის ამბობს რა მე არ ამასთან მიახლოებულიც კი არ ისა რა ქვია გვინახავს ეს ერთი და მეორე რამაც აი მართლა ხშირად ეუნებოდი ვთქვათ კობახიძეს რომ დაციდი ფაქტიურად მოსახლეობას ხო მაგრამ აი ამ გუდვილის იმის ისიც იყო დაცინვა ჩემი აზრით რა უბრალოდ მთელი ყურადღება კობახიძეზე რო იყო მე მგონი ეს ბევრს არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება რომ ანუ რას ამბობს ახლა ეს ადამიანი რა რომ მე იმას კი არ ვამბობ რომ ბიზნესი
მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის სივრცეში ტრიალებს. მისთვის კომერციული ის რა ქვია მხარეც საინტერესო. ანუ ძირითადად სოციალური პასუხისმგებლობის მოქმედებენ, მაგრამ ამის გარეშეც ვერ ვიქნებითო რა. ანუ და აი ეს შეხმატკბილებულად ხო რა და ტანდემში კი რომ ისე რომ აი ერთმანეთის ის იყო და ერთი მე რაც მომეჩვენა ამ იმაში არ ვიცი შეიძლება ესეც ის იყო რომ დისტრიბუტორებს და ის რა ქვია საცალო ვაჭრობის ქსელს ერთმანეთთან ჰქონდათ რაღაც გაურკვევლობები და რაც თქვათ ამ კომისიის იმაზე ხო და ეს იყო ძირითადად რომ საცალო ვაჭრობა უგვიანებს გადახდებს და რაღაცა რომ აი ამის ისა და აი ჩვენ ვეცდებით ეს ამაზეც არ დაპირდნენ რომ კი ამას და ჩვენ აი კონსიგნაციების ამოსაღებად რაღაც ანუ ეს იყო ერთადერთი ის თქვათ რაც ამ იმაზე მათთვისაც და ამასთვისაც ის იყო და კიდე ერთი ესე ვთქვათ რა რომ აი ფაქტიურად მარიამის გარდა იქ არავის არ უთქვამს არ გამოუთქვამს საწინააღმდეგო აზრი და ისიც კი ვინც შენს ხელს მარჯვნივიჟდა ეკონომისტი თქვა ისინი პრინციპში სწორად უთხარი იქეთ გადაბრძანდით რატო ხედავთ აქეთო მაგრამ ესეც კი ვინც თითქოს ოპოზიციურად იყო განწყობილი და თქვა რომ ბნელოთახში ვეძებთ კატასო შეაქო რომ პათოსი სწორი გაქვთ ეს გადაწყვეტილებები სწორია ეს ყველაფერი სწორია უბრალოდ იქ თქვათ ინფლაციის მაჩვენებლებზე იყო რომ ის ამბობდა რაღაც სხვას ეს ამბობდა სხვას თორე დანარჩენი ყველაფერი ის არის და მე მაყოფილი ვარო და უბრალოდ მე რაღაც თავის ისწრებ რომ ეგ ამასაც გადახედოთ თავიანთი რაღაცე გახთი მესაკუთრე ხო ეს ის რა ქვია კონცეფციაც ეგ რაღაცნაირად იმას აქნეთ აი ეს გვარი არ მახსოვს გვარლიანი გერლიანი ხო ის რა რომ აი ესეც ეგები იმას აქნეთ თორე დანარჩენი სხვა ყველაფერი ის იყო რა ქვია ანუ რისი თქვა მინდა რა რომ ამ ყველაფრის მინდა რომ დაწყება და დამთავრება იმდენად აცთებნილი იყო ერთმანეთს რომ ესენი მართლა სხვა სამყაროში არიან, თორე მე შემწხვებოდა მაგალითად რომ აი ის თავიდან რაც თქვი, იმის მერე დასკვნა გავაკეთე რომ ყველაფერი კარგად არის. პირველი ვიდეო იყო რომ პირდაპირ ამბობს რომ უფრო ძვირია საქართველოში პროდუქცია ვიდრე ამ და ამ ქვეყანაში, რაც მართალია და ეხლა დასკვნაში ვკითხულობ უბრალოდ პოსტ კომენტარებში მათ მედიასთან რომ აქ ბევრად იაფიარიო ვიდრე საფრანგეთშიო და ნუ აღარ გაჩერდნენ თან მართლა პოსტზე დებენ და თან ყველა პოსტზე ისეთი რეაქცია აქვს რომ რაღაცაშია მე მგონი და ეს სხვათა შორის კიდე ერთხელ გვაჩვენებს რაც ქართული ოცნებისგან არ არის მე მგონი გასაკვირი აი ეს აცდენა ახლა გიარასაც უსვამ და ხასდა შენც ლაზარე რომ ამ კომისიის პარალელურად კულისებს მიღმა უამრავი რაღაც ხდებოდა რაზეც ჩვენ უბრალოდ ინფორმაცია არ გვაქვს იმიტომ რომ მართლა როგორ შეიძლება რომ აი რამდენიმე თვის ჩვენ ხო აქ არ ვსაუბრობთ რაღაცა წლების განმავლობაში მიდიოდა რაღაც გამოძიება ხო 4 თვეზე თუ 5 თვეზე არის მე მგონი ხო საუბარი ესე იგი იმის მიღმა რასაც ადამიანები ტელევიზორის ეკრანზე ხედავდნენ 2 და 3 იმდენი ალბათ რაღაცა კიდე სხვა შეხვედრები ხდებოდა სადაც აი მერითაც დავიწყე თავიდან რომ ამდენი სხვადასხვა ჯგუფი რო არის და ყველას თავისი ინტერესი რო აქვს ხო იქ ვინ რა მოილაპარაკა და ვინ რაზე შეთანხმდა გამოდის რომ ეს მოსახლეობა ჩვენ ისევ რჩებით აი ამ ჩამოშვებული ფარდის მიღმა ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ მხოლოდ იმ სეირს რასაც ის კომისიის რაღაც თითქოს და მკაცრი ტონით დაკითხვები ქვია მაგრამ სინამდვილეში რამ გამოიწვია ის რომ ასეთი პათოსით და შემართებით დაწყებული პროცესი ასეთი უღიმღამო დასკვნით დასრულდა ჩვენ ისევ არ ვიცით და მაგიტომაც ლეგიტიმურია ჩემი აზრით რომ ყველას გაგვიჩნდეს კითხვა რომ რა ხდება საერთოდ რა ხდება მაგაზე გადავალთ ერთ იმას დავამატებდი რა კიდე რა რომ ანუ
ერთი რომ გამოჩნდა რომ მათ ეკონომიკური ხედვა მართლა არ აქვს, უბრალოდ გადასული არიან ვინ რამდენს იმას იზავს. ჩვენასაც ვეძახით. ხო, რა თქმა უნდა, ხო. არის მაგათი ეკონომიკური. კი, რომ ყველაფერი მიუშვი და იმასკენი, რა ქვია, ამოქაჩე რამდენსაც მოახერხებ, ესა და თვითონ დასკვნაშიც მე ხო და ამ იმაში რომ თქვა ეს მარჟები არ არის მაღალი, ხო? იმან მე თქვით საერთოდ მაღალი მარჟა, ანუ მაღალ ზემოგებარას ნიშნავს ცოტა ზენის არის გაუგებარიაო, ხო? ჩემთვის, მაგრამ თვითონ ამათმა თქვეს რომ ეს მარჟები ყველაფერი მისაღებია და არ არის მაღალი, ხო? და ამ დროს 1 თუ 2 თვის წინ იყო ის რა ქვია, ხო? ამ Forbes-ის გამოქვეყნებული ის რა ქვია ყველ ასეული ამ 100 იმაში თითქმის ყველა რა ქვია სასურსათო მაღაზიის ქსელის მფლობელი იყო თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელის ათეულებში იყვნენ სააფთიაქოები ხო უფრო ზემოთ იყვნენ ესენი გაბნეულები იყვნენ მაგრამ ყველასი იმის რა ქვია ბენზინგასამართი სადგურების ისინი ბანკები რა ქვია ხო და ამ დროს ამათმა გააკეთეს რომ დასკვნა რომ ესე იგი მარჟები მისაღებია არ არის ის და იმას აუქნათ რა ქვია უნდა ყურადღება მივაქციოთ აი მე რა ქვია იმის მიწოდების ჯაჭვს და საოპერაციოს ხარჯებს და თქვათ რას იმას მიშვება მე ამას რა ის არის რომ თქვათ ერთ-ერთი ბენზინგასის მენავთობე კომპანიის იმან თქვა რომ თქვათ შევძლებ 500 თეთრით გაიაფებას თუ ოპერატორებს დავაკლებო და დისტრიბუტორებს თუ დააკლებენ იმას ხო ანუ თუ ადამიანებს სამსახურებიდან გაუშვებენ ამის ეკონომიის ხარჯზე შეძლებენ ან აქაც თქვათ რაღაც იმგეს რგოლებს თუ ამოაგდებენ რაიმით რომ თქვათ თვითონ სუპერმარკეტები თუ დაიწყებენ შიგნით თქვათ ამ ვერტიკალური იმის განვითარებასაც ხო თქვათ ანუ თავის ხელში თუ ჩაიგდებენ მთელ იმას თქვათ რა აი ამ მთელ თორე დანარჩენი იქ რაღაც გამოსავალზე საუბარი არ ყოფილა რა აი ესეც ანუ მთელი მათი ხედვა არის ისევ თქვათ ტრეინზე დაბალი რანგის იმაზე რა ქვია რგოლზე გადატეხვა და იმადზე ეკონომიის გაკეთება ან გაშვება რა რატომღაც ყოველთვის ხდება დასაქმებულების ხარჯზე დასაქმებულებისთვის ქვედარგოლებისთვის ხელფასების ან შემცირება ან ქვედარგოლების გათავისუფლება და ზუსტად ის მიტომაც ახსენე მე ის რომ თვითონ დასაქმების შიგნით ან კომპანიების შიგნითაც მათ შორის ასევე კერძო საავადმყოფოებიც მინდოდა მეხსენებინა უბრალოდ გამორჩა მაგრამ ან რომ ნახოთ ჩვენ აი ეს ხელფასების უთანასწორობა რამდენი აქვს ხელფასი რამდენჯერ მეტი აქვს ზეიდარგოლებს და რამდენჯერ დაბალი აქვს ქვედარგოლებს ხო ესეც ძალიან ბევრს გაუბნება აი ზოგადად აი ამ უთანასწორობაზე და ჭიათურის მაგალითიც იგივეა ის ინდუსტრიული ქალაქების მაგალითიც იგივე არის რომ ეს უთანასწორობა და ეს აი ფასებიც ხო აი ამ უთანასწორობის კონტექსტში თუ არ მოვაქციეთ ცალკე ესე უბრალოდ ფასებზე საუბარი ეს ამდენი ღირს ეს იმდენი ღირს და ამის ამ ფასებს ეს განაპირობებს სრულიად აზრს მოკლებულია მე მგონი რომ ჩვენ უნდა დავსვათ ძალიან მარტივი კითხვები ამას მართლა არ ჭირდება კითხვების დასმა ყოველ შემთხვევაში სწორი კითხვების დასმას ეკონომიკის ცოდნა და განათლება არ ჭირდება ხო თუ ცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც სახელმწიფო ქვია და სახელმწიფო ქვია და გვაქვს საზოგადოება და გვაქვს ეკონომიკა, ავად თუ კარგად, თან ამას ისემატება, რომ ყოველ მეორე დღეს დაგვძახიან თავზე, რომ ჩვენი ეკონომიკა დუღს იზრდება, აი ესეთი არნახული პროგრესი გვაქვს, რომ გადავასწარით ყველას და მისაბაძი მაგალითი შეიძლება გახდეს, ხო, ქართული ეკონომიკა. მაგრამ აი ეს ირონია გვერდზე რომ გადავდოთ გვაქვს ეკონომიკა, ხო? თუ რაღაცა თუნდაც ეს იყოს მოკრძალებული ეკონომიკური ზრდა, რატომ ცდილობენ რომ ესე იგი ნორმად შემოგვასაღონ მართლა და დაგვაჯერონ, რომ ერთის მხრივ უნდა შევეგუოთ და სავსებით მისაღებია, რომ აი ამ თქვათ, ვინც არიან ბიზნესების ხარეს იქნებიან ეს დისტრიბუტორები, იმპორტიორები, სუპერმარკეტები თუ ასე შემდეგ, ესენი იმსახურებენ, რომ მაღალი მოგების მარჟა ქონდეთ და ღმერთმა შეარგოთ,
და თქვენ ძვირფასო მოსახლეობავ, თქვენ ფული არ ყოფნით, რომ ყოველ კვირაში ორჯერ მაინც მაგალითად რძის პროდუქტი იყიდოთ, ან კვირაში ერთხელ ხორცი და თევზეული, აი ასეა, აი ასეთია ცხოვრება, აი ასეთია ეკონომიკა. და რა თქმა უნდა, აქ უნდა დავსვათ მე კითხვა, რომ რა უკაცრავად, მაგრამ რაში გვჭირდება ასეთი ეკონომიკა? რაში გვჭირდება ისეთი სახელმწიფო და ისეთი მოწყობა, სოციოეკონომიკური მოწყობა, რომელშიც რიგით დასაქმებულ ადამიანს, რომელიც ამავე ქვეყნის სტატისტიკით და მონაცემებით ღარიბსაც არ ეკუთვნის და შეიძლება საშუალო კლასს წარმოადგენდეს, ხო? საშუალო კლასის წარმომადგენელსაც კი ფული არ ყოფნის იმაზე, რომ ჯანსაღად და ხარისხიანად იკვებოს. აი რა ქვია, აი ასეთ რაში გვჭირდება მაშინ. ანუ გამოდის რომ აქ ეხა საუბარი იმაზე კი არ არის, ხა შეიძლება ვიღაცამ ითქვას, რომ რას გადაეკიდეთ ამ ბიზნესებს, მოგება ხოლმე. კი ბატონო, უნდა გქონდეს მოგება. ეხა ჩვენ ვიცით, რომ ქველმოქმედების მიზნით არავინ არაფერს არ აწარმოებს, ხო? აქ არის საუბარი მართლა აი ამ ძალთა ბალანსზე და ვისი ინტერესები არის ბოლომდე დაკმაყოფილებული და ვისი ინტერესები საერთოდ არ არის გათვალისწინებული, ხო? ამ ქვეყანაში. აი ამ ძალიან დიდ განსხვავებაზე არის ლაპარაკი და როცა ამ ტიპის კითხვებს ჩვენ ვსვამთ, ასევე უნდა გადავიაზროთ, ხო? სხვანაირად უნდა გადავიაზროთ, როგორი არის სახელმწიფოს და ეკონომიკას შორის მიმართება, როგორი არის მოქალაქეს და ეკონომიკას შორის მიმართება, ხო? ეკონომიკა გვჭირდება იმისთვის, რომ გამოვიყენოთ, მოვიხმაროთ, უკეთ ვიცხოვროთ, ჩვენი საჭიროებები დააკმაყოფილოს. თუ ეკონომიკა ჩემს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ხო? და ეკონომიკა ისე მიდის, იზრდება, მცირე ჯგუფი ადამიანების მდიდრდება და მე აი ამ ეკონომიკის ერთ-ერთ ჭანჭიქს, რომელიც მუშაობ, ხო? და ზედმეტად ბევრსაც მუშაობ და ბოლოს საჭმელიც ვეღარ მიყიდია, არაფერში არ მჭირდება ესეთი ეკონომიკა. ესე იგი, რაღაც ფუნდამენტურად არასწორია, ხო? ამას საერთოდ არ ჭირდება ეკონომიკის განათლება. ეს არის ლოგიკით და აი მართლა შეგრძნებით, სხეულით შეიძლება შეიგრძნო ადამიანმა, რომ რაღაც ფუნდამენტურად არასწორი ხდება აი ამ ქვეყანაში. მცირე ჯგუფი სარგებლობს აი ამ ეკონომიკის სტრუქტურით, ხო? ჩვენ ხშირად ვახსენებთ, რომ ანუ ეკონომიკის სტრუქტურას, ამ ეკონომიკის სტრუქტურაში კი შენ თქვი და აი სპეკულაციური ბიზნესები, ტოტალიზატორების მოგება მაგალითად როგორ იზრდება და საერთოდ რა სარგებლობა, ანუ რამდენად დაბალია მათი წილი, ანუ საერთოდ ბიუჯეტში შედის რამე ტოტალიზატორებიდან, ანუ რის თქმა უნდა, რომ ანუ სტატისტიკაში იცი რა კატეგორიაში ითვლიან ტოტალიზატორებს? დასვენება და რეკრეაციაში. ერთხელ დამაინტერესა, რომ რატო იზრდება ეს რეკრეაცია ესე და ჩავყევი და აღმოჩნდა, რომ თურმე ტოტალიზატორების და კაზინოების ხო, იმის თქმა უნდა, გადასახადებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგალითად, მოკლედ ვიტყვი რა, რომ აი ჩვენი ბიუჯეტი ივსება, ყველაზე დიდი წილი არის დღეგეს გადასახადი, ხო, და ეს დღეგეს გადასახადი დიდწილად მოდის სწორედ ღარიბ მოსახლეობაზე და ღარიბ მოსახლეობის გადასახადებით ივსება ჩვენი ბიუჯეტი და მაშინ როცა ისინი თავიანთი დიდი ბიზნესების პირდაპირ ამბობენ, პირდაპირ იღებენ აი ესე ოფშორების კანონს, ამ მსგავს კანონებს, რომ პირდაპირ აღიარებენ პარლამენტარების საოცრება იყო, ეგ არ მოვიწყდება, მოკლედ სულ რამდენჯერ საშუალო მომეცემა ხოლმე მაგას ვახსენებ, რომ პარლამენტარი დგას პირდაპირ, ესე იგი პარლამენტთან ამბობს, რომ კი ბატონო, რაშია პრობლემა, დიდი ბიზნესები გადმოიტანებენ აქ ფულს, გაათეთრებენ და ასე იგი, გაათეთრებენ. მაგაშია ზუსტად საქმე, რომ ჯერ რა გადასახადო სისტემა გვაქვს, რა გადასახადებს იხდიან ჩვენთან ეს დიდი ბიზნესები, რა წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, მაგრამ იმასაც ყოველთვის გვერდს სულიან და ძირითადად ჩვენი ბიუჯეტი ივსება ღარიბი მოსახლეობის გადასახადებით და მე ეს გადასახადები მიდის 7 მილიონერის ხელფასად, რომელიც იკვლევს 4 თვე ფასებს და იმას ასკვნის, რომ ფასებს ბევრი რამ განაპირობებს. ანუ მართლა აბსურდი არის. და ეხლა ბიზნესი ისა მინდოდა მაგაზეც ლაპარაკობთ, რომ თითქოს ანუ ლაზარემაც მითხრა და სხვებისგანაც იყო ეს, რომ ისე გამოვიდა თითქოს აი ჩვენ ბიზნესებს ვერ ბრძვით და რაღაცა კომუნისტები საერთოდ გაუქმება გვინდა ბიზნესების.
ეს მსხვილი ბიზნესები რაც არის ხო იმ მცირე ბიზნესებსაც არ აძლევს განვითარების საშუალებას და ლაზარე დაგითმობ მაგაზე ორი სიტყვით ვიტყვი და მე ვიცი რომ ბენდუკიძის ეკონომიკაზე უნდა ვისაუბროთ და იქაც ჩავაგდებ პირველ მარცვალს. ხო, არაფერი ჩვენ პირიქით მე ყოველ შემთხვევაში წარმოვიდგენია ჩვენ პროგრამაშიც იმ მცირე დოკუმენტში რომელიც შემომუშავეთ ესეა რომ პირიქით ხო მცირე და საშუალო ბიზნესი და აქ რაღაცა ადგილობრივი მათ შორის წარმოებელი კლასის რომელსაც ვთქვათ თავისთავად თუ თანამედროვე ვთქვათ სოციალური მიდგომები ექნებათ და ის გამოცდილება ექნებათ რაც მაგალითად ევროპაში რიგ საშუალო და მცირე ბიზნესებს გააჩნია და დაფუძნებული იქნება ტექნოლოგიაზე, ინოვაციაზე, რაღაცა ცოდნაზე, ხო, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელზეც ხშირად ვსაუბრობთ, რომ გვინდა რომ აქ დავნერგოთ, პირიქით, ეს არის ის ხერხემალი ერთ-ერთი, ან ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი თავარი სვეტი, რაზეც გვინდა რომ იდგეს და ბუნებრივია რომ იდგება კიდე ჩვენი ეკონომიკა და ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, როგორც ჩვენ თქვი, რომ თითქოს აი მთლიან და ბიზნეს გარემოს ვებზით, ხო, პირიქით რაღაცა მცირე და საშუალო ბიზნესი არის რაღაცა ერთ-ერთი სვეტი აუცილებლად საყრდენი და ხო რაც შენ თქვი ასევე რომ ეს დიდი კორპორაციები რომლებსაც შეიძლება ადგილობრივ დონეზე ნამდვილად უწოდოთ კორპორაციები ну არა შეიძლება რაღაცა რეგიონულიც მათ შორის უკვე რამდენიმე რომელიც სომხეთს და აზერბაიჯანსაც ფარავს ბევრ ნაწილში ხო თავიდანვე ძალიან რთული არის ბევრი ბიზნესისთვის მათთან კონკურენციაში შესვლა განსაკუთრებით ეს ეხება ზუსტად აი იმ სფეროს, რომელზეც ეხა ეს კომისია იყო შექმნილი, ხო და იმის გარდა რასაც წეღანია საუბრობდა, ხო აი დღეს უცებრო მარტივად ავხსნათ, როგორი დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს ბოლო 2 დეკადაა პრინციპში მოყოლებული წინა ხელისუფლებიდან ბიზნესისადმი, ხო? მე შენ გაგიკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ რეალურად ცოტა კლასობრივ ჭრილს რო შევხედოთ, პოლიტიკური ელიტა და ბიზნეს ელიტა არის ერთი და იგივე კლასი. რა მათ შორის განსხვავება არ არსებობს, ხშირად ისინი გადაჯაჭვულები არიან. ხო, ხანდახან უბრალოდ ბიზნესს ვერ იყოფენ სინამდვილეში. ეხლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 30-ზე მეტი მილიონერი ზის დღევანდელ პარლამენტში, რაც ნუ კარდინალური რიცხვია 150 კაცში, ხო? როგორი რაღაც არის, რომ ხელფასები არ გაიზრდება, შენ მუდმივად გეყოლება დაუსაქმებელი ადამიანების არმია, ანუ შენ მარტივად იშოვი მუდმივად მუშახელს და ხელფასის გაზრდა არ მოგიწევს. მეორე მხრივ მე მოგიკლავ პროფკავშირულ საქმიანობას, ანუ ვერასდროს მშრომელები ვერ დაორგანიზდებიან, იმიტომ რომ მე ვაკონტროლებ პროფკავშირს, გავაყვითლებ იქ ვერაფერს ისინი ვერ შეძლებენ და სამაგიეროდ ჩვენ ვიქნებით აქ დაალაგებულები. პრინციპში ჩვენ ვიქნებით დაალაგებულები, კი არა, მე ვიქნები დაალაგებული არის და ეს და კიდე ერთი რაღაც შენ თქვი რა მარტივად ვცვლიან კანონმდებლობას ოფშორების თანხისთვის და აი ის ადამიანი რომელზეც შენ გამოგეკიდნენ ეხლა ხო ერთ-ერთი ისეთი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუკიძე დატოვა ესე იგი ანდერძად ამ ადამიანმა ამ შემთხვევაში პოლიტიკურად გულისხმობდა არა სხვა კუთხით არასწორად არ გაიგოს ვინმემ რომ ესე იგი საგადასახადო სისტემის შეცვლა რომ მოგვიწიო საკონსტიტუციო ის გვჭირდება რა ქვია უმრავლესობა და განხილვა და ეს flat tax-ი რაც არის ხო გადასახადი ვერაფრით ვერ შეიძლება იმის ნაცვლად რომ პროგრესული გადასახადები მათ შორის რომელსაც ჩვენ ვლობირებთ მომავალში უპრაქტიკულად არის ერთ-ერთი განმაპირობებელი წნეხის მოხსნის ქვედა ფენებზე და ქვედა კლასებზე შედარებით და ну ამ წნეხის გაზრდა რა თქმა უნდა იმ დიდარ კლასზე რომელმაც კაპიტალი როგორ დააგროვა იმ დღეს შოთობერიკაშვილს და ძალიან უკვირდათ რომ ესე იგი რა გინდათო ბიზნესში ვიშოვეთო ფული მაგაზე გავაკეთებთ ხო ეხა კომენტარს და იქ ვისაუბროთ მე კაპიტალი როგორ დააგროვდა საქართველოში აი ვიდეო მაქვს გამზადებული გავუშვათ მოდი და რა შეიძლება იმას რომ ეკონომიკა არ არის ციფრები ой არა ეს სხვა ნაწილი არის ერთი წამით თუ შეიძლება შემეშალა ეს ნაწილი იყო ხო თუ რა შეიძლება ხალხის ხარჯზე გამდიდრებულ მილიონერებს მაინც კომენტარი უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით და ბატონიშოთა მოიყვანა ამის მაგალითად რომელი ერთი თეთრი იშოვა მაგალითად ბატონმა შოთამ ხალხის ხარჯზე ადამიანი იყო ბიზნესში საერთოდ იყო კავშირში პოლიტიკასთან იყო კონკრეტულ სფეროში ბიზნესით დაკავებული და სად არის აქ რა შუაში ხალხის ხარჯზე ბიზნესი შოვნა არ შეიძლება ასე მithumetas სადაც პირველ შეურაცხყოფას ეხება საქმე ასე უხეში ზედაპირული და მცდარი განცხადებებით არ შეიძლება ადამიანი მიწევს ფასების მიღმა ვისაუბრო სხვა თემებზე თუმცა ნუ აუცილებელია კომენტარის გაკეთება ერთ-ერთმა სხვათა შორის ოპოზიციონერმა სადოქტორო დისერტაცია უწოდა ამ დასკვნის რო ვერ გაიგო მე ნუ ეს მაინც აღიარა რომ საგრემისეულია რეალურად ეს დასკვნა და აკადემიური ნაშრომი რო არის მართლა აღიარებულია და ოპოზიციამაც კი აქ ეს ოპოზიციონერი ხო იცი ვინც არის არ ვიცოდი ეს კაცი ამათი ჯიბის ოპოზიცია როგორ ანუ
ხო ყველა მიცის რომ ერთად არიან შეიძლება შეგნით რაღაც კი არა თორე ვერ გაიგო ესე და როგორ დაცინა ესე ჯერ იმან ესე იგი ეს რა ის არის და სადოქტოროც არ უთქვავს იმან თქო აკადემიური ნაშრომიაო და ჩვენ პოლიტიკური ის ვართო და რა შუაშია ეს რა არ არის და როგორ გაიგო ანუ რომ ერთმანეთის მიმართაც თქვათ რაღაც ანუ მათი მორალური სახე ცოტა ის არის ხო როცა მომდება წამოარტყას თავში და მართლა დაიგდო ეხლა ბოდიში ეს შეგვირო ესა რატო გვებძვიანო ან არ სინამდვილეში თვითონ გვებძვიან აქეთ გვებძვიან თორე ხო ანუ რა უკვის ეხლა რომ ანუ ამას მართლა რაღაცა ეხლა არ მინდეთ მარქსი რო დააკითხო შეიძლება გაგიჟდეს რომ ესე იგი ბიზნესით თუ ფულს შოულობ მათთვის ყველა და მართლა სასაცილოა ეგ უნდა ახსნათ ახლა რატო ანუ ეს მოკლე კულისების ამბავს საჯაროდაც მოყვები რომ ძალიან ეწყინა ბატონ შოთას ყველაზე მეტად ეს ეწყინა რომ რას გაეკიდა ჩემ მილიონერს ასე ვთქვათ რა დავაშავეო მართლა გაკვირვებული მიყურებდა და ძალიან სასაცილო იყო მის ყურება და ეს გვერდით რომ ბიზნესის წარმომადგენლები მეჯდნენ ეს ძალიან არ ვიცი რამდენად ჩანდა ხა იქ ეკრანზე, მაგრამ სულ ესე გაკვირვებული მიყურებდნენ, რომ ვერ მიხვდნენ. ისინიც ვერ მიხვდნენ, ესენიც ვერ მიხვდნენ, რატო გადავაბიესენი ყველა ერთმანეთს და ხო, ესეც რა ნორმალიზებულია, ხო? ვიმაყობდი, რომ მართლა მშიერ ქვეყანაში ვიღაცებს რომ მილიონები აქვთ, ეს არის ესე იგი ჭკვიანი იყო ესე იგი, ძალიან ნიჭიერი იყო ესე იგი და ამ დროს 100,000-ობით ადამიანი რომ ფეხებზე მართლა წელებზე ფეხს იდგამს და მუშაობს დღე და ღამე და კიდე ერთხელ ხო, მერე ბოლოს საკმარისი ფული არა აქვს რომ აგერ ლაზაერასაც ამბობდა მაგალითად შვილი სკოლაში გაუშვას ის არ იყო საკმარისად მოხერხებული. ანუ ესე იგი მთელი 10 წლეულების განმავლობაში ფაქტიურად საზოგადოებას ეუბნებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ღარიბი თუ ხარ, არის შენი ბრალი, იმიტომ რომ ვერ იყო ჩაღე საკმარისად. ესე იგი არ ხარ საკმარისად ჭკვიანი, არ ხარ საკმარისად მოხერხებული და ნუ ამ მოხერხებაში მე ეს ბევრი კონოტაცია და რა ფასდება და რა არ ფასდება, ხო? და სამაგიეროდ იქ 30 პარლამენტარს თუ იმდენი მილიონი აქვს რომ აღარ ითვლიან და ახლა კიდე აღმოჩნდა რომ თურმე სახლში ნაღდი ფულით ინახავენ 100,000-ობით იმას ეს კიდე ახალი ეს არის ჩემთვის პირადად აღმოჩენა იყო არ მეგონა ამდენ ფულს თუ კიდე ვინმე სახლში ინახავდა ხო ეს ანუ ესენი აღმოჩნდნენ ესე იგი ჭკვიანები და მოხერხებულები და აქაც ძალიან მარტივი კითხვის დასმა შეიძლება ხო ანუ როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ რა ფასდება ამ საზოგადოებაში შრომა ფასდება განათლება ფასდება ადამიანი რო ისწავლის უნივერსიტეტში ისწავლის მერე კიდე ისწავლის მუშაობას იწყებს ხო ჭკუა და მონდომება ფასდება არა არაფერი არ ფასდება იმიტომ რომ ვინც ძალიან ბევრ შრომობს და ძალიან ბევრ სწავლობს ხშირად აღმოჩნდება რომ მისთვის ცხოვრება მაინც არ არის ხელმისაწვდომი ამ ქვეყანაში და მე ან უწევს რომ წავიდეს ემიგრაციაში ან უწევს რომ შეეგუოს აი ამ მართლა უღირს ცხოვრების პირობებს სამაგიეროდ აღმოჩნდება რომ თურმე ის უნდა დავაფასოთ რომ ვიღაცები უფრო მოხერხებულად მოიქცნენ და მე არ მგონია რომ ეს იყოს ის ღირებულებები რაც სინამდვილეში ჩვენში არის გამჯდარი ხო ცდილობენ რომ ეს ესე დაგვანახონ და თავს მოგვახვიონ მაგრამ აი რაღაცნაირად მართლა ეს შინაგანი ხმა ყველას გვეუბნება რომ არა ეს არ არის ის რაც უნდა დაფასდეს ხო როგორც ჩვენი ღირებულება ერთი აი ეს ღირებულებითი ნაწილია რომ რა ფასდება საზოგადოებაში აი ესეთ ეკონომიკურ მოწყობაში რასაც შენ ამბობ რომ ესე იგი თუ ფული გაქვს თუ იშოვე თუ რაღაცა ქენი ესე იგი კარგი კაცი ხარ მაგრამ აკადემიკოსი თუ გახდი რაღაცა ის რაღაც სხვა სფეროებში თუ მუშა ხარ ფარმაცევტი ხარ რაღაცა ხარ ნუ არ ითვლები რა და იმის გაგრძელება არის კიდე ხო უცებ ესეც შეიძლება რომ ითქვას რომ მართლა ის კაპიტალის დაგროვება როგორ მოხდა ხო საქართველოში ეხ გამოდიან და თითქოს ეს მახსოვრობა აღარ არსებობს საქართველოში 30 წლის 40 წლის წინ აი ამ ტრანზიციის პერიოდში ხო როცა რაღაც სოციალური დაგეგმარებითი ეკონომიკიდან გადავედით ეს ჩვენ კარგად ვიცით მაგრამ შეიძლება მაყურებელს გადავედით ამ კაპიტალისტურ ბიზნესზე როგორ მოხდა ეს ესე იგი თუ იარაღით არ დარბოდი
თუ რაღაცა ის არ გქონ, ვიღაცის ბიძაშვილი არიყავი და არ შედიოდი ქარხანაში და ეს ხო არ არის რაღაც მოგონილი ისტორიები, დაჭრეს ქარხნები და გაყიდეს, ვიღაცებმა მიითვისეს პირდაპირ ის რა ვიცი, ეროვნული ბანკიდან ტომრებით გაქონდათ ფული და სია არსებობდა ამის ის ცნობილი დღიური და ასე შემდეგ, მთელი აი რა ვიცი, შეგვიძლია მოვყვეთ ათასობით ისტორია და ეს ადამიანი მე აღარც მალავენ. აი ხა რამდენიმე ის ფარმაცევტული კომპანიის შემქმნელი რამდენიმე წლის მერე გამოდის და როგორ მოხდა მოკლედ ამ კომპანიების შექმნა არც მალავენ. ხო, ანუ $100 წამალი ჩამოვიტანო. ძალიან მართლა ეს ეყვებიან, უბრალოდ მე კი არ რამეს კი არ ვამარტივებ. $100 მქონდა, წავედი მოსკოვში $1000 გავყიდე, ორჯერ ესე ვქენიო და აი ეს კიდე უკეთესი იყო, ვიღაცები მართლა ავტომატები დარბოდნენ რა. დაიწყო ბანკის კეთება და ესენი გამოდიან და სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, ბიზნესის უფლებებზე საუბრობენ. საძახიან გავიხსენოთ, აი მაგალითად აქციების დროს საქართველოს ბანკმა და TBC-მ ერთად რა 5 მილიონი, რომელიც ალბათ მათი მოგების მე აღარ მე მილიონებია. რაღაცა ნული. და ვისგან აქვს ის მოგება, ისევ შენგან აქვს, ხო? ხო, შენგან აქვს, ხო. ხო, რა თქმა უნდა. და ეს დოლარი გაინაწილეს რაღაც მომენტში რომ მიხვდნენ რომ ხალხს უბრალოდ ფული აღარ ქონდა, ეს აქტიური დაკრედიტება დაიწყეს, ხო, მე მახსოვს, მე მაშინ პატარა ვიყავი, როგორ გაიცემოდა სესხები და მე ამ დაკრედიტებული ხალხის ბინების წართმევა, ქონების ჩამორთვა, აი ბოლომდე ნულზე დასმა, ხო და მე ამ ეხლა ხაზარაძეს და სხვებს ძალიან წკინთ ხოლმე, როცა ეძახიან მე ვახშეს ან რაღაცა კერძო გამსესხებელს ეს პრობლემური სესხები გადააბარეს, ესე იგი გაყიდეს სესხები და ეხლა ვიღაცა კერძო მევახშეები იქნებიან მე თუ რაღაცა ამომღები ორგანიზაციები იმაზე არის და ბანკები დარჩენ რაღაცა ჩამორეცხე. მაქსიკომი და ეს დიდი კორპორაციები მოკლედ თითქოს ისე შეიქმნენ და ჩვენ ვართ მე ცუდი ხალხი რომ ვამბობთ რომ უთანასწორობა არის და რა სასტარტო პოზიციებზე გვესაუბრებიან და თანაბარ პოზიციებზე მართლა მთელი ქვეყნის სიმდიდრე ისე დაიტაცეს რომ იმას უკან ვეღარს დავიბრუნებთ თუ რაღაც კონსტიტუციური უმრავლესობით არ მოვედით და მე რას დავიბრუნებთ ნახო. ერთი რა ეს რა ქვია, ანუ სანამ ეს საბჭოთა ინფრასტრუქტურა იყო ხო დაჭრეს გაყიდეს ჯართად ჩააბარეს და ეხა ეს ახალი ტალღა არის ბუნებრივი რესურსებს მიადრენ ეხლა რომ ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ექსტრაქცია და გაყიდვა და ანუ ხო შავი ნიადაგი კიდე რა იგულისხმება მაგალითად აი ბიზნესები მე ბიზნესს ვახსენებდი ყოველჯერს გულისხმობდი და აი ამ მსხვილ ბიზნესებს და არა რაღაცა ეხლა ჩვენ მეგობართ რომ რაღაცა პატარა ის აქვს როწვალავს ავისი პატარა ბიზნესის გაკეთებას და ისე არის სისტემა მოწყობილი რომ უბრალოდ აი შეუძლებელი არის რა ანუ ძალიან ბევრი ბარიერის გადაახლა ხო უწევს პატარა ბიზნესს უბრალოდ რომ რაღაცა მეტნაკლებად დამკვიდრდეს. პატარა და საშუალო ბიზნესი პრინციპში როგორც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან. ხო, რეალურად ბიზნესი არ არის, უფრო არის რაღაცა ან თავშესაფარი ან რაღაცა რომ გადარჩე, ხო? და მე ის თქვა მინდოდა რომ ეს კიდე რა იგულისხმება ამ ბიზნესის, მსხვილი ბიზნესის და პოლიტიკის გადაჯაჭვაში, ხო? რომ ესე იგი თვითონ პარლამენტარებად ვინც ხედან ხო ბიზნესები რო აქვს მე ამას იმის კომპანიაში აქვს წვლილი იმას წილი ამას იმის კომპანიაში და მთელი მათი საპარლამენტო საქმიანობა შემოიფარგლება რაღაც უბრალოდ კნოპკაზე თითის დაჭერით ამაში იღებენ რამდენიმე ხილაკზე უკაცრავად ხილაკზე თითის დაჭერით და იღებენ კანონებს რომელიც მათ ესე იგი თავიანთ ბიზნესებისთვის რაც გამოდგება რა თქმა უნდა ის არასოდეს არ მიიღებს ისეთ კანონს რომ არ ვიცი პროგრესულ გადასახადებს რა თქმა უნდა არ მიიღებს ესეთი პარლამენტი და ესეთი მთავრობა რატო დაიბეგრავს ზედმეტად თავს ხო ეხლა ქონდა გახარიას გუნ შეტანილი მინიმალურ ხელფასზე თავში უხეს ის ფურცლები პირდაპირ ამ სიტყვის გაგებით იმ მაშინ 2017-ში რო იყო საკონსტიტუციო განხილვები და მაშინ იყო კამპანია იმ ლიბერტი აქტის ამოღებაზე ლიბერტი აქტში გულისხმობა ის 2009 წელს მიღებული კანონი რომლის თანახმადაც ესე იგი შენ რომ რაღაცა საგადასახადო სისტემაში ცვლილებები შეიტანო ამისთვის გჭირდება პარლამენტს გჭირდება რეფერენდუმის ჩატარება რაც არის აბსურდი სრული იმიტომ რომ პარლამენტის ანუ ზოგადად პოლიტიკის განსაზღვრა ხდება იმის მიხედვით ამ ფინანსებს როგორ გადაანაწილებ საგადასახადო სისტემა როგორ გეხდება ის შემოსავლები რაც გადასახადებიდან შემოვა როგორ გადაანაწილებ და ამისთვის თითქოს ვითომ ეს მიშას პოპულიზმი რომ ვითომ აი ხალხმა გადაწყვიტოს ეს როგორ მოხდეს რაც არის პოპულიზმი იმიტომ რომ
ესეთი საკითხების რეფერენდუმზე გატანა არ ხდება. ეს მიიღეს იმისთვის, რომ ზუსტად მაგისთვის, რომ საგადასახადო სისტემა ვერ შეიცვალოს, იმისთვის, რომ მათ ეს გადასახადებს რომ თავს არიდებენ და რაღაცა ხვრელებს პოულობენ ამ სისტემაში, რომ როგორ არიდონ თავი, მაგისთვის არის და ეხლა მე კიდე რაზე მინდოდა საუბარი, რომ ეს კახა ბენდუქიძის ეკონომიკური პოლიტიკა რო ავხსნათ და რა იგულისხმება კახა ბენდუქიძის ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებაში, იმიტომ რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებისგან ზოგიერთი წარმომადგენლისგან და ზოგადად რაღაც ჩვენ საზოგადოებაში რაღაც ეს წარმოდგენა არის, რომ აი კახა ბენდუქიძეს თითქოს რაღაცა ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენ ეკონომიკაში და მოდი გავიხსენოთ რა გააკეთა კახა ბენდუქიძემ. კახა ბენდუქიძე ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები იყო ზუსტად შრომის ინსპექციის გაუქმება, ამის საერთოდ შრომითი კანონმდებლობა თითქმის საერთოდ გააუქმე, რაც გაძარცული იყო რაღაც საერთოდ ერთადერთი ადამიანის ყიდვა და გაყიდვა არ შეიძლება ერთი ეგ იყო რა, ასე ვთქვათ, რაც ეწერა. სინდისის გარდა ყოველთვის გაუქმეს, ხო, ანუ სურსათის უსაფრთხოების სააგენტო კანონმდებლობა მთელი რიგი, ესე იგი ადრე მქონდა სია და დამავიწყდა ახლა ზუსტად ის სია რო ამ ამბებეში და თორე ზუსტად მქონდა ჩამოწელია ყველაფერი რაც გააუქმეს. ანუ ყველაფერი რაც ქმნის შრომის ინსპექციამ მშენებლობის კონტროლი, ხო, ანუ ასე შემდეგ, ანუ იმის თქმა რომ გილიოტინას მას შეადარა შეხვედრები, როგორ აუქმებდა სხვადასხვა ერთ-ერთ ანგარიში. ბოლოს ნავთობსადენს ყიდნენ, მაშინ მართლა დასავლეთის რამდენიმე იმიტომ ყველაფერი რაც ქმნის სახელმწიფოს, ხო, რაც სახელმწიფო ხო არა მარტო პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, ეგ იყო, ანუ ნაციონალური მოძრაობასაც მხოლოდ რაღაცა აი აქამდე დაყავდა, რომ პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები არის სახელმწიფო და სხვა სოციალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულია სახელმწიფო და ეს ამათაც იგივე პოლიტიკა აქვს. ამასთან მერე ეს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც კახა ბენდუქიძე აწარმოებდა, ეს ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა დგას პარადოქსულ, ესე იგი, პოსტულატებზე, რომ საბაზრო ეკონომიკა, ბაზრის დერეგულაცია მოიტანს ეკონომიკურ განვითარებას. და დღემდე რომ სწამს ამის ჩვენთან ხალხს და ანუ ის ამბობენ ხოლმე, რომ ესე იგი, არ ყოფილა ჩვენთან რეალურად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, თორე რომ ყოფილიყო, უკეთესად ვიცხოვრობდით და მე სულ მაგაზე ეს არის ანუ ეს 30 წელი რაშიც ცხოვრობთ, ეს არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა მუშაობს ესე. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა რეალურად არ არსებობს, იმიტომ რომ თუ არ არსებობს რეგულაციები, თუ არ არსებობს მკაცრი სახელმწიფო კონტროლი, სისტემა, იქ ჯანდაცვის სისტემა, იქ სოციალური დაცვის სისტემა, მინიმალური ხელფასი, ასე შემდეგ, ანუ ეს რაღაცა სტრუქტურები, ხო? რაც პროევროპულად ხო აცხადებს ამ ქვეყანაში ყველა მთავრობა ოპოზიცია, მაგრამ ის რაც ევროპას ქმნის, ევროპულ კეთილდღეობას რაც ქმნის, ის ყველაფერს ეწინააღმდეგებიან. და პროევროპულად აცხადებდნენ ხოლმე. ის ხელისუფლებას ესეც რაღაც პერიოდი და სანამ აწყობდა, ასე ვთქვათ, და ქართული ოპოზიციაც და ამ დროს რეალურად ანტიევროპელები არიან, მაგრამ აქ ისი თქმა მინდა, რომ ესე იგი ესე მუშაობს, იმიტომ რომ თუ შენ არ გაქვს ის რეგულაციები, ის ბიზნესი, ესე იგი თავის მოგების ლოგიკით მუშაობს ყველაფერი, ბიზნესის მოგების ლოგიკას ერგება მთელი ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი. ეს ბიზნესები მერე მოდიან პარლამენტარებად იმისთვის, რომ მიიღონ ის კანონები, რომელიც მათ ბიზნეს ინტერესებშია და საბოლოოდ ვიღებთ აი ესეთ დამახინჯებულ სისტემას, ოლიგარქიას, მონოპოლიებს, ოლიგოპოლიებს, სადაც უბრალოდ ანუ ეს ძალაუფლების, არა მარტო პოლიტიკური ძალაუფლების, არამედ ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება ძალიან ვიწრო ჯგუფში და ვიღებთ აი ამ ფეოდალურ სისტემას, ეხლა რომ შეხედოთ საქართველოს რუკას, ფაქტობრივად აქ ეს ფეოდალიზმის და ეს ამ ხალხების ისტორიას რო ჩაყვე, ხო? წინა ხელისუფლებასაც სწირავდა ფულს, ამ ხელისუფლებასაც სწირავს. წინა ხელისუფლებაშიც იყო პარლამენტში და ახლა ძის და რა კანონებსაც მაშინ იღებდა, იმ კანონებს იღებს ახლაც და რო ეუბნები პირდაპირ სახეში, რომ შენ ანუ ხალხის ხარჯზე ხარ გამდიდრებული და ხალხის ძარცვის ხარჯზე ხარ და ამ ქვეყნის ძარცვის ხარჯზე, ძალიან პირადულში გადახვედი.
და თან ესე იგი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე არის 1 წელია, ხო? თან რაღაცა თითქოს ახალი მოსული ვარო და რა სიტყვა ეხა ჩვენგან და 1 წელი რა ხო ამ გაუბედურებული ეკონომიკის ქვეყანაში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე და ეხა გავიგეთ შენი არტევების შესახებ და ისიც რაფორმით გავიგეთ და არაფერი ახალს და საინტერესოს რო არ ამბობ რა არაფერი ახალი არ შემოუთავაზებიათ მაგის თქმა მინდოდა ზუსტად რომ ისევ ეს მათი ეს ხედვების ეკონომიკაზე და თქვენ მე რო გაშალოთ კიდე დამატებით რა დგას ზუსტად ამ ლოგიკაზე რაზეც ითქვა კახა ბენდუქიძის ეკონომიკური პოლიტიკა დერეგულაცია ყველანაირი ესე იგი იმ სტრუქტურების იმ მექანიზმების გაუქმება რაც ქმნის სახელმწიფოს და თითქოს იმ რწმენით რომ ეს თავისით ჩამოედინება ეს თვითონაც თავისით არ იყო მთლად იმ რევოლუციის თავრობის მერეც თავისავე თავს ეწინააღმდეგებოდნენ თან იმაში პრაქტიკაში ეგეც ხო ეგეც ხო ცალკე აბსურდია და ეგ ოპოზიციასაც ახასიათებს ერთის მხრივ რომ გეუბნებიან რომ პენსიებს გავზრდი ფასები დაიკლებს ხელფასებს გავზრდი და ამის პარალელურად გეუბნებიან რომ რეგულაციებს გავავუქვებ იმას გადასახადებს შევამცირებ ანუ წინააღმდეგობაში მოდის ეს ორი არ არსებობს ეს აბსურდი არის ესეთი ამ ორი პოლიტიკის ერთმანეთის პარალელურად გატარება არ ხდება თუ გადასახადებს ამცირებ თუ რეგულაციებს ამცირებ თუ წარმოებად არავითარებ და ბიზნესი მიუშვათ თავის იმაზე და როგორც რაც მოხდება ისე მოხდება მაშინ ხელფასებს ვერ გასდი პენსიებს ვერ გასდი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ეკონომიკური ვერ გაუმჯობესდება ეს არის რაღაცა იაფი პოპულიზმი ანუ და ხალხმა ანუ იმის თქმა მინდა მოკრეთ რომ ეს ერთი ეკონომიკური პოლიტიკის ერთი ეკონომიკური ლოგიკა არის ამ ქვეყანაში 35 წელია ამას მიყვება ყველა მთავრობა ესე იგი ჩვენი საზოგადოების ლიბერალური ნაწილს რატომაც ეკონომიკური ლიბერალიზმის მომხრე არის რატომღაც ვერ გაიგო დღემდე და დღემდეს ჯერა რომ ის წიგნებში რაღაცა თეორიები რო წერია ის თუ განხორციელდება მერე იქნება მერე აუყოვდებით და არ თეორიაში ის ფურცლებზე რაღაც რო წერია ეგ არის სისულელე თვითონ ისინი ვინც კაპიტალისტები არიან ვინც ეს მსხვილი ბიზნესები არიან და ვინც აფს ბიზნეს საქმიანობაში არიან ჩართული მაგათმა ყველაზე კარგად იციან რომ ეგ თეორიები არ მუშაობს პრაქტიკაში ეს არის ესე მუშაობს საბაზრო ეკონომიკა და ვიღებთ საბოლოო ჯამში ოლიგარქიას პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებისგან გაძარცვულ მოქალაქეს რომელსაც არ ეძლევა არაფერზე ფიქრის საშუალება გარდა იმისა რომ ყოველდღიურად როგორ გადარჩეს გამიგრძელდა უკაცრავად რაც იქ არ დაგაცადეს ეხლა შეგეძლო რომ გეთქვა ხო მე უბრალოდ კიდე მინდა რომ რახანეს კითხვები გაჩნდა ხო რას ვერჩით ესე ვთქვათ ბენდუქიძეს ახლა როგორც პიროვნებას მე პირადად არაფერს არ ვერჩი ხო აქ საუბარი არის იმაზე რომ ეკონომიკური განვითარების პრინციპი ხო პრინციპში რაც დაიწყო 90-იან წლებში შოკური თერაპიით ხო ამ შოკური თერაპიით რაც ნიშნავდა იმას რომ ფაქტიურად თელი ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნები ცივწყალში ჩაყარეს და რწმენა იყო ის რომ რაც უფრო გაყინული იქნებოდა ეს წყალი და რაც უფრო სწრაფად ჩაყრიდნენ ამ ქვეყნებს და ამ საზოგადოებებს ამ წყალში მით უფრო სწრაფად და მით უფრო წარმატებით აღმოცენდებოდა აქ საბაზრო ეკონომიკები ხო ეს ამ ექსპერიმენტის ფასი ჯერ კიდე 90-იან წლებში ძალიან წვავედ იწვნია თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ და მათ შორის საქართველო არის ხოლმე მოხსენიებული ერთ-ერთი იმ ქვეყანათა რიცხვში რომელმაც ყველაზე კატასტროფული ეკონომიკური განადგურება განიცადა. ის რაც მოხდა 90-იან წლებში, ზუსტად ამ ნეოკლასიკური ეკონომიკის და ამ ექსპერიმენტული შოკური თერაპიის, სხვადასხვა მათ შორის იმ ფასების მყისიერი გათავისუფლებით და წამიერი ლიბერალიზაციით, ხო? ეს არის ამის
ხარჯი რო დავთვალოთ ჩვენ ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური, კულტურული, ხო, ეს არის ის, რაც ჩვენი მშობლების თაობამ, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობამ გამოიარა, რომელიც ჯერ ერთი რო განელებული არ არის ეს ეფექტები და მეორე ამის დათვლა უბრალოდ არის წარმოუდგენელი, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ რაღაცა ეკონომიკურ კრიზისზე, ხო? ეს არის იმდენად ღრმა პროცესები გამოიწვია აი ამ სოციოეკონომიკურმა გაუბედურებამ მართლა საზოგადოებების, ხო? აი ამ ექსპერიმენტის წყალობით და დამსახურებით, რომლის მე ღრმად მჯერა, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა სხვა რეფორმებით და სხვა მიდგომით, მაგრამ ეს სხვა განხილვის და დისკუსიის თემა არის, რომ ფაქტიურად მართლა შეუძლებელი არის აი ამ ხარჯების დათვლა. და ის რაც შოკური თერაპიით დაიწყო, ხო? აი ეს დაუყოვნებლივ ყველაფრის გაყიდვა, პრივატიზაცია, რაც შეიძლება სწრაფად ლიბერალიზაცია, ისე რომ არავინ და არაფერი ამისთვის მზად არ იყო. საერთოდ აი ეს ბაზრის ლოგიკაც კი არ იყო დიდად, შეხა კი მართალია იქ პერესტროიკაზე და ამაზე საუბრობენ, მაგრამ არ იყო ეს კლასიც კი არ არსებობდა, ხო? ბიზნესმენების ან ინვესტორების კლასი ვის შეიძლებოდა, ხო? ეს გამოეყენებინა და ასე შემდეგ, მაგრამ შორს წამიყვანს ეს დისკუსია და რომ მოვიდეთ რევოლუციის პერიოდამდე და მერე რა ხდება, ხო? რევოლუციის მერე მას შემდეგ რაც ბედუქიძე ითვლება ერთ-ერთ მამამთავრად, ხო, იმ ეკონომიკური რეფორმების თვისებრივად ხდება იმის გაგრძელება, რაც ეკონომიკური რეფორმების კუთხით, რაც დაიწყო 90-იან წლებში. ხო, იმიტომ რომ მიდგომა იყო ისევ ის, რომ რაც გაუყიდავი დარჩა, აი ახლა მივადგეთ და გავყიდოთ. ხო, მართლა სასაცილო ახლა სატირალი რო არ იყოს, იმიტომ რომ ახლა ჩვენც მარტო ჩვენი მშობლები და ბებიაბა და ბაბუებმა ხო მოიმკეს ყველაზე მწარედ, მაგრამ ჩვენ ახლა დღემდე ვიმკით ამ ეკონომიკური პოლიტიკების შედეგებს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი შვილებიც ამ შედეგებს მოიმკიან, ხო? და მიდგომა იყო ის, რომ ყველაფერი რაც რისი გაყიდვა შეიძლება გავყიდოთ და პრივატიზაცია მოვახდინოთ, ოღონდ იმდენად სწრაფად და იმდენად დაუფიქრებლად ხდებოდა ეს პრივატიზაცია, რომ იმის გაანალიზება ჩვენ რას მოგვიტანდა, ხო, ამა თუ იმ და მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გაყიდვა და პრივატიზაცია, ის რაც ყველა ნორმალურ სახელმწიფოს თავისი კონტროლის ქვეშ უნდა კონდეს, ხო, იქნება ეს ელექტროენერგიის მომარაგება, თუ იქნება ეს წყალი, თუ იქნება მისი ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ხო, იქნება ეს ჰესები თუ ბუნებრივი რესურსები და მათ შეწოდომა თუ ასე შემდეგ, ანუ ყველაფრის გასხვისება და გაყიდვა მოხდა და იმ შემთხვევებშიც კი, ხო, აი თქვათ ჭიათურის და ტყიბულის შემთხვევები არის ამისთვის ალბათ კარგი შემთხვევები, როდესაც მათი ეს თქვათ კერძო ინვესტორის შემოყვანა ხდება, იმ პირობებით და ისეთი პირობებით ხდება ამ კერძო ინვესტორების შემოყვანა, რომ კაციშვილი მომკითხავი არ იყო, მერე რა ხდება, რას აკეთებს ეს ინვესტორი, ან იმ ნაყიდ ქონებას როგორ ექცევა, იქედან მართლა აშენა საწარმოები და ახალი ტექნოლოგიები შემოიტანა და ცოდნა გადმოსცა, ვთქვათ, და მართლა განავითარა ეკონომიკა, თუ დაამონა ადამიანები და არაფერი არ გაანაახლა ტექნოლოგიურად და გაძარცვა ბუნება და უარესად დააბინძურა იქ მდინარეები, ტყეები. არავინ ამ კითხვების დამსმელი და ამის ესე ვთქვათ შემოწმებელი არ იყო, ხო? ის მთავარი ლოგიკა, რომ გავყიდოთ, მოვიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ეს იყო მთავარი და ეს ალბათ ახლა მსმენელს ეცნობა, კი? რომელიც ახლა ქოცებმაც ეს მემკვიდრეობით გადმოეცათ, იქედან მთავარი იყო, რომ ინვესტიცია შემოსულიყო, ხო და ეს ინვესტიცია ან საიდან მოდიოდა, ან სად მიდიოდა, ან ვის რა სარგებელი რჩებოდა და ხშირად ეს ინვესტიციები რო პირიქით უკუღმა შემოგვიბრუნდა, ხო? და იწვევდა იმას, რომ შენ შრომის დეფორმები ახსენე, სადაც ფაქტიურად ადამიანები განიძარცვნენ, მშრომელები განიძარცვნენ, მანამდე თუ ფურცელზე ეწერა ის უფლებები, იმიტომ რომ 90-იან წლებში მაგას არავინ არ უყურებდა, ფურცელზეც აღარ ეწერა მერე, ხო? ანუ ფაქტიურად მთელი სახელმწიფო მანქანა ამოქმედდა იმისთვის, რომ და ეს მთავარი რეკლამა
იყო რომ ჩვენთან მოდით ინვესტორებო, იმიტომ რომ ჩვენ იაფი მუშახელი გვყავს და იქ ნუ პირდაპირ აღარ ეწერა რომ მონები შეგიძლიათ ამ ქვეყანაში ყავდეთ. ანუ ამით იყო ხო პიარი ეს იყო ქვეყნის პიარი, რითაც კეთდებოდა საზღვრებს გარეთ და ამაზე ჩვენს ძვირფას მეგობარს და მოძრაობის წევრსაც ხო გიორგი ცინცაძეს აქვს დაწერილი როგორ ერთვება საქართველოს მართლა ამ რბოლებს კერისკენ. ანუ შეჯიბრში ერთვება როგორ მოიზიდოს უცხოური ინვესტორი რის ხარჯზე რომ რაც შეიძლება უფრო იაფი მუშახელი შესთავაზოს, რაც შეიძლება უფრო მათზე მორგებული კანონები და საკანონმდებლო სივრცე შესთავაზოს და რაც შეიძლება უფრო დერეგულირებული მთელი ეს გარემოს დაცვითი, ხო ანუ მოდი და რაც გინდა აკეთე, გინდა ბინარე დააბინძურე, გინდა მუშა მოკვდეს სამუშაო ადგილზე, გინდა თუ გინდა გაყიდე ის ინვენტარი და გაძარცვე, მოკლედ რაც გინდა მართლა გააკეთე, ფული გააკეთე, გადასახადებითაც ხელს შეგიწყობთ და არ დაგბეგრავთ, იმიტომ რომ საგადასახადო რეფორმაც მაგ დროს ტარდება. და ანუ ამ ინვესტიციებით მოგებული, ანუ სად რო გავაკეთოთ ხო რაღაცა ეს მართლა ხარჯთაღრიცხვა და დანახარჯები, ოღონდ დანახარჯები არა მარტო ფინანსური და მოგება, მე ძალიან ეჭვი მეპარება რომ ქართული საზოგადოება მაგ რეფორმების ხარჯზე რაღაცა მოგების მხარეს აღმოჩნდეს და კი ბატონო ეკონომიკა მაშინ იზრდებოდა, ახლაც იზრდება. მაგრამ სიღარიბეც იზრდებოდა. უთანასწორობაც იზრდებოდა, ხო? არ უნდა დაგვავიწყდეს ეს, იმიტომ რომ როდესაც ეკონომიკა იზრდება ისე, რომ ის კეთილდღეობას არ ქმნის, ეხლა რაც ხდება, ხო? ზუსტად ამ მოცემულობას ვიღებთ და რომ ვამბობთ, რომ ზუსტად მაგ წინამთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეხლა კიდე რო აღარ გამიგრძელდეს, გააგრძელა ქართულმა ოცნებამ. გააგრძელა, იმიტომ რომ ამათაც არ მოფიქრებიათ, რომ აბა რაიმე ინდუსტრიული განვითარების გეგმა მოვიფიქროთ, აბა რომელიმე სექტორი ავაღორძინოთ, ისევ ჩამოეკიდნენ ტურიზმს, ისევ ეს ფინანსური სექტორის აყვავება, რომელიც სასათბურე პირობების შეუქმნეს რევოლუციის შემდეგ, ხო, ამ საბანკო სისტემას, ისევ ინვესტიციების მოზიდვა, ოღონდ და კაციშვილი მომკითხავი არ არის, სად მიდის ეს ინვესტიციები, ისევ ის თავისუფალი ინდუსტრიული ხო, თავისუფალი ინდუსტრიის ზონები, რომელიც სააკაშვილის დროს შეიქმნა, ისევ ამ ჰესებზე გადაჭიჭინება, რომელიც ასევე ამათი მოგონილი არ არის და მოდის ზუსტად რევოლუციის შემდგომი მთავრობის პერიოდიდან, ისევ აი ეს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები და ამისთვის ვალის აღება და ამ ვალით ამ პროექტების განხორციელება ისე რომ გაუგებარი ხდება, ვის რაში ჭირდება ეს პროექტები და ლოგიკა მთავარი რაც არის ეკონომიკა როგორც მოქმედებს და როგორ იზრდება და რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა, ფაქტიურად დარჩა იგივე. და ზუსტად ამიტომ არის რომ ვამბობთ და იქაც იმ ეკონომიკურ ზრდას თან ახლდა სიღარიბის და უთანასწორობის ზრდა, ამ ეკონომიკური ზრდის მოდელსაც, ამათ რა თქმა უნდა რაღაცები ცოტა კიდე შეცვალეს, თან ახლავს ისევ უთანასწორობის ზრდა, სიღარიბის კვლავწარმოება და სულ თავიდან რასაც ვამბობდით, ხო, ისევ საზოგადოების უდიდესი ნაწილი რჩება წაგებული, აი ამიტომ 90-იანი წლებიდან დაწყებული დღემდე გამოდის რომ მაინც ერთ ლოგიკაში და ერთ წრეზე ვრუნავთ. მაგრამ ამ წრის გარღვევა არის შესაძლებელი. და უცნობელიც არის ხო არა გვაქვს უნდა გავარკვიოთ. ამ საოცარ ეკონომიკურ ხედვას მაშინ ემატებოდა უსაფრთხოების კონცეფციის ხედვის მიბმა ეკონომიკაზე და ეხლა რო ისაუბრები, ვინც მაშინ პასუხისმგებელ ორგანოებში იყვნენ, თქვა უსაფრთხოების კუთხით, ხო გეუბნებიან, რომ პრივატიზაცია რუსულ კაპიტალზე ხდებოდა, იმიტომ რომ ეგებ როგორმე იქაური კაპიტალისტური, ანუ ეს ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, მემარცხენე ენაზე რო ვთქვათ, იქაური კაპიტალისტური ელიტის ინტერესი გაიზარდოს საქართველოში. და ეს ომი იქნება თუ რაღაც დაპირისპირება იქნება, ავიდოთ თავიდან. და მე მივიღეთ რა მოცემულობათ, რომ ომიც მივიღეთ. და მეორეს ხო კიდე ძირითადი ყველა ეს რაღაცა რაც ვახსენეთ წინ ხო სტრატეგიული ობიექტები იქნება ეს თელასი, მაშინ თელასი იყო არაერთი ჰესი, არაერთი მდინარის ეს კალაპოტი გვახსოვს, ხო? მაშინ რაღაცა გაშარჯებული ამბავი იყო და არა 100-მდე ობიექტი არის სხვადასხვა რუსულ კომპანიებზე დღემდე წარმოებაში გადაცემული. ნუ აი გარი რა სინამდვილეში ისე მემარცხენე თეორიამდე რომ მიხვიდე არ გააჩნია კაპიტალიზმს ეროვნება რა, ანუ სულ ფეხებზე კიდია, ისე რომ ვთქვათ და ეს გვაძლევს ეს ფორმატი მაგას საუბარს. რუს კაპიტალიც აქ მთავრობაში რაღაცა ირაკლი კობახიძე ეჯდება
თუ რაღაცა მარიონეტული ხელისუფლება რა მოგებას იქაც ნახავს და იქაც ნახავს. არც ქართულს არ აინტერესებს, ხო? მაგიტომ ვამბობ, რომ კაპიტალიზმს არ გააჩნია ეროვნება სინამდვილე. პოლიტეკონომიურ სისტემას გვასაღებენ, რომ ეს არის ერთადერთი. ანუ სხვანაირი მოწყობილობის არ არსებობს. აბა კომუნიზმი გინდა, აბა ბოლშევიკი ხარ? თუ რაიმე სოციალური თემა ახსენე, ეგრევე გამოყავ და ისიც იმიტომ ახსენა ეს პროევროპულობა, რატო ახსენე? ესე იგი, როგორი პარადოქსი იყო, რომ წინა ხელისუფლებას და ეს ხელისუფლება სანამ პროევროპულად აცხადებდა თავს, რომ ესე იგი, ევროპას გაიძახდნენ და ყველაფერს ეს აკეთებდნენ, ყველა პოლიტიკას რასაც ატარებდნენ, ანტიევროპული იყო. ყველაფერი რაც თქვი, რომ იქ მინიმალური ხელფასი, ჯანდაცვა, უმუშევრობის დაზღვევა, განათლება, ეს სოციალური დაზღვევის სისტემა, კეთილდღეობის სახელმწიფოს ეს სისტემები ხო ევროპაში, იქაც განსხვავდება მე რა იქ ხაცა კონტინენტურ ევროპაში სხვანაირია, სკანდინავია ცოტა სხვანაირი, მაგრამ ანუ საერთო ჯამში გადასახადო სისტემა, ბაზრის დაცვის, შიდა ბაზრის დაცვის, აი ხა მაგალითად იმპორტ დამოკიდებულებას რო საუბრობთ და შიდა წარმოების განვითარება როგორ უნდა მოხდეს, ხო ერთის მხრივ რაღაცა სახელმწიფოს მიერ უნდა მოხდეს აი წარმოების განვითარება, მაგრამ შენი შიდა წარმოება უნდა დაიცვა ამ გარე ბაზრებისგან, ხო? ჩვენ მაგალითად ჩვენ პროგრამაში გვიწერია და ჯერ კიდე ოქტომბერში ჩვენ გაზეთის ნომერში გვიწერია, რომ როგორ უნდა მოხდეს აი ფასების დარეგულირება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მექანიზმები რო არსებობს, რომ იქ დაცვა გარე ბაზრებისგან გარკვეული რეგულაციებით, გარკვეული მექანიზმები არსებობს ამისთვის, რომ მაგალითად სოფლის მეურნეობის დარგი ევროკავშირის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე მეტად სუბსიდირებული და დაცული ბაზარია, ხო? და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა როგორ იკლებს ჩვენთან, ხო? და იქ ეს მონაცემებიც მქონდა მომზადებული, რომ ჩვენთან ესე იგი ერთი სოფლის მეურნეობაში ყველაზე მაღალი არის, ძალიან მაღალი არის დასაქმება, სადღაც 40%-მდე არის. ოღონდ ამასაც დასაქმებაში რო ცვლიან, ეგეც ცალკე манипуляციაა, ხო? რომ ადამიანი უბრალოდ თავის რაღაც 1 ჰექტარ მიწას რო ამუშავებს, იმისთვის რომ უბრალოდ რაღაცა გადარჩეს და ლუკმაპური შევას, ამას დასაქმებად ასაღებენ და არ ითვლიან ამას, ანუ ეს манипуляცია მაგის გამო, მაგრამ სოფლის მეურნეობაში ძალიან მაღალია ჩვენთან დასაქმება და ამ დროს რომ დაითვალო პროდუქტიულობა ჩვენი სოფლის მეურნეობის ძალიან მნიშვნელოვნად ზუსტად აღარ მახსოვს ის მონაცემი ახლა სადღაც აქ მაქვს და არ მინდა ფურცლა დავიწყო, მაგრამ მომზადებ ეგ მქონდა მაგებს ჩავხედე რა ძალიან ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებას, იმიტომ და რო შეადარო, ანუ იქ დასაქმება რამდენი არის, ბევრად დაბალი არის სოფლის მეურნეობის აგრარულ წარმოებაში დასაქმება ბევრად დაბალი არის, მაგრამ პროდუქტიულობა ბევრად მაღალია და ეს რაზე მიუთითებს, ხო, რომ ჩვენთან ეს სოფლის მეურნეობის წარმოება მაინც ძირითადად ხდება უფრო რაღაცა ტრადიციული მეთოდი, იმიტომ რომ ეს არის ამ სფეროში, ხო, ამ სფეროში მიდის ადამიანი უბრალოდ გადარჩეს რა, ანუ ეს არის თავშესაფარი და ეს არ არის რეალურად არც ესე იგი პროფესიულად ვითარდება, პროფესიულად ანუ არც როგორც გლეხი ვითარდება, ტექნოლოგიურადაც ვერ ვითარდება. აი ეს აგროკრედიტები რატო ახსენე? აგროკრედიტი ზოგადად კარგი არის, სუბსიდია, სახელმწიფო კარგია, მაგრამ ესენი ხო ყველაფერს დამახინჯებულად აკეთებენ და ყველაფერს მე დისკრედიტაციას უწევენ, იმიტომ რომ ის იმ აგროკრედიტმა რომ იმუშაოს, შენ მთლიანი ეკოსისტემა უნდა ააგო. ესე უბრალოდ აგროკრედიტი დააწესო და ისიც მე შენს ჯიბის მილიონერ ბიზნესმენზე გასცე, რომელიც პარლამენტარად ზის დეპუტატად, ხო? ისედაც მილიონერია და კიდე სუბსიდიას რო აძლევ. მაგით ვერ განვითარდება, ხო? ეს მაგიტო ახსენე ეს აგროკრედიტი, მაგრამ არა იმიტომ რომ ზოგადად აგროკრედიტში არის პრობლემა. როგორ ხდება? აი რასაც აკეთებენ, ყველაფერს როგორ დამახინჯებულად აკეთებენ და ყველაფერი საბოლოოდ დაიყვანება აი მათ ჯიბესთან რა უფრო მარტივად მიიტანს უფრო მეტ ფულს, ასე ვთქვათ რა. ხო და აი ეს სოფლის მეურნეობის მხრივაც როგორ არის და კიდე იმის ხსენება მინდოდა რომ აი ეს თუნდაც მაგალითად შრომის ინსპექცია რო ახსენე ხო შრომის ინსპექცია რო იყო გაუქმებული კი იმას რაც იყო რეფორმირება სჭირდებოდა არ მუშაობდა როგორც იყო მაგრამ საერთოდ გაუქმეს და მე გვახსოვს როგორი მაღალი იყო სიკვდილიანობა სამუშაო ადგილებზე ერთი პერიოდი მახსოვს ლამის ყოველთვე ესე იგი ან ტყიბულში ან ჭიათურაში სამშენებლო სექტორზე სულ წერდებოდა ამბები რომ
უნდა იცვალა სამუშაო ადგილზე და ამაზე პასუხისმგებლობა არავის არ მოეთხოვებოდა. არ არსებობდა არანაირი რეგულაცია, რომ შენ იმ კერძო კომპანიისთვის პასუხი მოგეთხოვა. მე ის შრომის ინსპექცია რომ მიიღეს, ისიც მიიღეს იმის ხარჯზე, რომ ის ევროინტეგრაციის ფარგლებში, მაგრამ აი ეს უბრალოდ როცა რაღაცა კოსმეტიკურად ხდება რაღაცების მიღება, ისე რომ შენ არანაირი ხედვა არ გაქვს ეს რა სისტემაში მოაქციო, რა კონტექსტში მოაქციო, ეხლაც ეს კი იკლო სიკვდილიანობამ ნამდვილად ეგ უნდა აღინიშნოს, მაგრამ ეს შრომის ინსპექცია არ მუშაობს ისე როგორც შრომის ინსპექციამ უნდა იმუშაოს და მაგის თქმა მინდოდა რა რომ საიდან დავიწყე სადმოვედი მოკლედ აი ეს ჩვენთან რო არის რა რომ ბევრი даже პროევროპელ აქტივისტებისგანაც გამიგია ხოლმე რა აი პროევროპელი ვარ მაგრამ მე ყველაფერი რაც აი ამ ევროპის კეთილდღეობის სახელმწიფოს ქმნის, აი ეს ევროპის კეთილდღეობას ქმნის, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა აქ რომ გქონდეს, ხო? აი ეს კეთილდღეობა, ის ეკონომიკური სისტემა, ის თანასწორობა გვინდა რომ გქონდეს აქ, ყველაფერი რაც ამას ქმნის, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და ეს ჩვენ საზოგადოებაშიც არის, ანუ ამაზე გვჭირდება უფრო მეტი ლაპარაკი, რომ არ მუშაობს ხალხო ესე და ეს რაღაცა ჩვენს საზოგადოებაში არსებული, აი ეს რაღაცა მცდარი წარმოდგენებიც შესაძლებელი არის, რომ უბრალოდ წინააღმდეგობაში მოდის რაღაცა რწმენები ერთმანეთს ამის თუ გჯერა ამის პარალელურად არ მოდის ეს ორი ერთმანეთთან თანხმედრაში მართალი ხარ ამაზე მეტი საუბარია საჭირო ერთი მაგრამ მარტო საუბარი მე მგონი საკმარისი არ არის რა ზოგადად ეს ისე რა ქვია რაც შენ თქვი ახლა თქვა აი ეს ხედვები ხო რაც გამეფებულია ხო ჩვენთან რა რომ აი შემთხვევით არ არის რა ამის ის ანუ ეს თავსმოხვეულია და ეს რაღაცნაირად ესე თავსმოხვეული არ არის რა უცებ მოვიდა და შემოგეხვია ხო ანუ ზოგადად როცა ვთქვათ აი განვითარებაზე ვსაუბრობთ ხო და აი რო ვთქვით ახლა ბოლო დებატებიც მანამდეც ხო ეს ყველაფერი გაჩვენებს რომ არა ეს არის რა ქვია აი საერთო ხედვა არ აქვს ერთადერთი ვთქვათ რაც შეიძლება მოიტაცე რაც შეიძლება ამოიღე ანუ აი ეს ექსტრაქციული რაც შეიძლება იმას აკეთე და ამის თვისება ერთ-ერთი არის ის რომ ამ ექსტრაქციის მერე გაუხრებული შეიძლება დააგდო და წახვიდე სხვაგან ხო მაგრამ ერთი იმაზე მინდოდა რა უბრალოდ გამომახვილებინა ყურადღება რომ ეს ერთიანობა რითი იმას შვება რა რომ ანუ თუ ყველაფერი ჰარმონიულად და პარალელურად და ერთმანეთთან შეთანხმებულად არ განვითარდა ხო აუცილებლად იმას იზავს რა სადღაც კი არ ჩავარდება ერთმანეთს ჩაიყოლებს რა რომ აი თქვა ადგილობრივი წარმოების ის თქვი ხო შენ დაცვა თუ ადგილობრივი წარმოების დაცვას არ მოყვა თქვათ მოსამსახურის ანუ მომუშავე ადამიანის დაცვაც პარალელურად ხო ისე წარმოებელი ადგილობრივი წარმოებელი გამდიდრდება მარტო და აი ხო მაგალითი სიტყვაზე აფთიაქები სიტყვაზე ეს ნებისმიერი ის რაც კი ჩვენთან არის ხო მაგიმით არის ხო რომ ვთქვათ ეს გადანაწილება ანუ როდესაც შემოსავლები მოკლედ უთანასწოროდ ნაწილდება აუცილებლად ის მერე წარმოშობს ამ იმას რა და ეს ხედვაც რომ თქვა აი შენ რაც იმას კენი მეც სულ ამისის მქონდა ეს ბოლო 1-2 კვირა სულ ამის ანალოგია მაქვს რომ როგორც ოცნება მოგვახვია თავს რომ აბოომი გინდა და აბოომი გინდა აბა საბჭოთა კავშირი გინდა ანუ დაამკვიდრეს რომ თითქოს არსებობს მხოლოდ ნეოლიბერალიზმი და მხოლოდ საბჭოთა კავშირი და თქვათ იგივე დასავლეთის იმაში არ იყოს სხვა ისინი რა ქვია მოდელები სახელმწიფოს სხვა ტიპის სახელმწიფოები რომლებიც არ არის ნეოლიბერალური და არც საბჭოთა არ არის და პირიქით ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ხალხი ის რა ქვია ბედნიერების ინდექსი თვითონ ის რა ქვია გაცილებით მეტია ვთქვათ ვიდრე სადაც ეს უთანასწორობა უფრო ძლიერია სიტყვაზე ხო და სხვათა შორის აი მან რა ქვია იამ რომ ეს შოკური თერაპია იმას აქნა ხო და დღეს ვინც
აქტიურად იძახის აბა საბჭოთა კავშირი გინდა, ხო? იმათი ძალიან დიდი ნაწილი პარტიულ კომკავშირული ელიტიდან მემკვიდრეობა, ანუ გადმოსკუპებული და შემდეგ უკვე აქ ვის არა, შემდეგ იმ ხელისუფლების მერე ამ ხელისუფლებაში განმუხტარი, ამ ხელისუფლების მერე მეორე ანუ ასე მოყვებიან და მოდიან და აი ამ ელიტაში არიან და თავარია არის მასკნა და ეს რეგულაციებიც რითიც დაშინებულია მთელი ხალხი და ეს ფაქტიურად იმასავით იმე რეგულაცია არა ხო როგორ იმაშვება ხო ეს რეგულაციაც რომ რეგულაცია არის რაც ვთქვათ დაბალ ფენას იმაშვება იქ არ შეიძლება რეგულაცია იმიტომ რომ რაც თვითონ ჭირდებათ იქ ზუსტადაც აი საკონსტიტუციო ის ხო რეგულაციაა. ხოსაც ეძახიან დაგვეხმარეო როცა ჭირდება. რა თქმა უნდა, ხო? ის თავისუფლების ის ხო? აბა რეგულაცია, აბა მეტი რა არის, რომ იმაზე მეტად ვერ გასტი, ხო? ბოდიში ისა. პროფკავშირების თქვათ მაქსიმალურად რა ქვია გაყვითლება და ძალის გამოცლა, ხო? და ნახე ბიზნეს ასოციაცია, რომელიც აი ყველა სხვილ ბიზნესს აერთიანებს და ყველაზე ძლიერი ლობი, სადაც დისტრიბუტორთა ასოციაცია, სადაც ეს მსხვილი იმათი ასოციაცია, ანუ ვინც კი მსხვილია, მოთამაშეა, ყველას ასოციაციაა და აქ გაერთიანება და აქ რაღაცა იმის შექმნა ეს შეიძლება, მაგრამ ქვედა დონეზე, ხო? შრომელები თუ გაერთიანდნენ. ეგ ისა, იმიტომ რომ თავისუფლება ხო, და ეს ანუ ეს ის კარგი შედარება გააკეთეთ, იმიტომ რომ ზუსტად აი ბიზნეს ასოციაციები იყო, აი იმ თუნდაც ლიბერტი აქტის ამოღებას რო ბლოკაუდნენ, საპენსიო რეფორმას, რომელიც ძალიან მახინჯური ფორმით მიიღეთ, რაც მიიღეს, მაგას ლობირებდნენ მაგ ფორმით რომ მიღებულიყო, იმიტომ რომ სპეკულაციების საშუალებას აძლევს და ნუ ეხლა არ შევყვეთ მაგ საპენსიო სისტემას ეხლა რაც არის, ანუ ეს არ არის ხალხისთვის არ მუშაობს ეს საპენსიო სისტემა და სულ სხვანაირი საპენსიო სისტემა იყო საჭირო და კარგი ის გააკეთეთ რომ ან ბიზნესები კარგად ორგანიზდებიან თვითონ ამ ორგანიზებულად მე გააქვთ ეს თავიანთი ინტერესები და შრომელებს არ ეძლევათ საშუალება ორგანიზების ან თუ ცდილობენ ეგრევე აი აი ეს მე რო ვთქვით რომ ეს შემთხვევითი არ არის ეს ხედვა რაც გამეფებულია ხალხში სიტყვაზე რომ აი არსებობს მარტო ნეოლიბერალიზმი და საბჭოთა კავშირი ხო ეს თავსმხვეული რატო არის რომ განათლებაზეც პრინციპში ძალიან დიდი ის ამ ფინანსურმა იმგენმა მოახდინეს და განათლებაზე იმდენად სხვა სფეროები იმდენად მაგათ არ აინტერესებს რამდენიც ბიზნესი და ეკონომიკა აქ მათი გავლენა არის უდიდესი იმიტომ რომ პრინციპში აი ვინც კი 90% ალბათ ვინც ამ მასში არის თქვა ლექტორები ან ყველა ირიბად დასაქმებულია გარკვეულ მსხვილ ორგანიზაციებში და ისინი ანუ ირიბად ისინი მხოლოდ იმაშვებიან ან კონსულტანტად ან რაღაც იქ ფინანს ან რაღაცა იმაზე რომ ის ცოდნა და ის იდეოლოგია გაიტანოს რაც შეიძლება ისე რომ დაფინანსებაც რო აიღო ხო აი მოიძიე კვლევა გინდა რაღაცისთვის ხო სიტყვაზე სიღარიბის პრობლემა აბა მოიძიე ერთი ის რა ქვია თანხა როგორი ადვილი არის ხო ადგილობრივ იმაზე ვინ დაგაფინანსებს საერთოდ არავინ ხო გარედანაც კი ძალიან დიდი ის იყო ამ ხრივ თქვა შეზღუდვა იქიდანაც ძნელი იყო მაგრამ კიდე რაღაცის საშუალება იყო მაგრამ ადგილობრივ ანუ რისი თქმა მინდა ეს ანუ განათლებაზე და განსაკუთრებით იმიტომ რომ დანარჩენი ახლა იმათ დიდად სხვა სფეროები არ აინტერესებთ რა ის თავისით და სახელმძღვანელოებიც არის ეგ მაინც მეთქმის გარანტილები ან მონათესავ მეტი ის არ არსებობს ანუ ეს ამ 10 წლეულების განმავლობაში და ნუ დიდი ამ თქვა საბჭოთა კავშირის მართლა იმან რა ქვია იმან რეალურად მართლა დიქტატურა და მართლა საშინელება იყო ხო ის სისტემა და იმისმა ცუდმა მემკვიდრეობამ ეს გაადვილა ძალიან რომ მეორე უკიდურესობაში გადავარდნა და მეორე უკვე იმათმა ამას ჩაავლეს და
აქეთ აღარ იმას გიშვებენ და გეუბნებიან იგივე ვთქვათ აი ეს პროგრესული გადასახადების სისტემა ხო ის რა ქვია ის გეუბნება რას რომ იცი რა ის მდიდარს მეტად დაბეგრავს მე კიდე შენ გაძლევ შანსს რომ გამდიდრდე და აი შენ თუ მე გამდიდრდი მე ის წაგართმევს და ეს წართმევად არის იმსა და არა სიტყვაზე საერთოსთვის არა მარტო ეს პროგრესული გადასახადი მარტო ის არ არის ლაზარე რომ თქვა საერთო იმაში შენ კეთილინება რომ დებ ეს არის ასე ვთქვა მტაცებლური ინსტინქტების მოთოკვა იმიტომ რომ ეხლა რეალურად რომ ნახო ხო ნებისმიერი ვინც კი ეხლა გამდიდრებულია გინდ საბჭოთა იმიდან გადმოხტარი აქ და გინდ შემდეგში ყველა არის მტაცებელი ვისაც არ აქვს არანაირი მუხრუჭი ნებისმიერ იმაზე ანუ მორალური ისინი მომსპარი აქვს ხო კაპიტალის ჯუნგლები ითხოვს ანუ ხო ანუ ყველაფერზე წავსული ხა თქვა იყო ის რუხაძის პოდკასტი ხო და პირდაპირ თქვა მან და ყველას ლოგიკა ესია ანუ გულღია თქვა რომ რის უფლებასაც მე მაძლევს სახელმწიფო კანონმდებლობა იმაში ვიცი მე ყველაფერს გამოვიყენებ რა ანუ ესე იგი როგორი ის არის ანუ იცი რომ სიტყვაზე ორი ის თუ არის ერთი და იგივე საწყის იმაზე და ერთს მორალური მუხრუჭები აქვს რომ სიტყვაზე ვიღაცა დაქირავებული ყავს და ეხლა ამას როგორ მივცე 50 ლარი რა მოკვდება ხო შიმშილით რა უნდა მივცე 500 1000 ანუ რაც შემიძლია ეხლა მაქსიმალურად იმას აქვს ხო და მეორეს ნუ 50 20 ლარია მინიმალური ეს ხო თუ დამთავრდა 20 ლარსაც მივცემ რატომაც არა ხო და ანუ რისი ეს ყველაზე პრიმიტიული ის ხო თორე ანუ რისი მოტაცების უფლებასაც სახელმწიფო გაძლევს იმას იყენებ და ამ ბუნებრივ იმაში როდესაც ერთს თავის საზღურები აქვს და თავის ზღუდეები აქვს რომ იმას ვერ გადავა უბრალოდ იმიტომ რომ ეს ადამიანური თვისებები აქვს ხო და მეორეს ეს არ აქვს ხო ეს თავისთავად უკვე ფინანსური კუთხით მატერიალური კუთხით უპირატესობას ანიჭებს ვისაც მტაცებლური ინსტინქტი მეტი აქვს იმაზე და ეს უკვე ერევა ამას ფინანსური და აი წმინდათ აი ამ კუთხით რა და საბოლოო ჯამში გამოდის რაღაც მასავით არის რა ასე ვთქვათ გადარჩევა ანუ ბრძოლაში აი გადარჩენისთვის ბრძოლაში ვიღაცა ძლიერი იმარჯვებს და სუსტი იჩაგრება რა და ყველა კონკურენციაში ხო და ეს ხო ეს იმას აქნეს რა ქვია ეს თავს მოახვეს და ეს ცოდნა ასე ვთქვათ ხო ყველას დააჯერეს მაგრამ რაღაცა იმამდე მე ესე მეჩვენება შეიძლება ისე რომ ეს ხალხი მიხვდა რომ რაღაც ასე არ არის ხო იმიტომ რომ ქვედა იმაზე დავიდნენ უკვე ეხლა 1 წელი 2 წელი 30 წელი რო ითმეს და ვერაფერი სულ უკან მიდის რაღაცა გამოღვიძების ეტაპი წესით უნდა დაადგეს რა რომ მატყუებენ შეიძლება ვერ მიხვდეს რას ატყუებენ მაგრამ რომ რაღაცას აი ხა ერთი ვიდეო შევარჩია ზუსტად აი რაზეც ვლაპარაკობთ აი ეკონომიკა როგორ ისწავლება ეკონომიკა როგორ შეიცვლით ძალიან მცირე ნაწილს გავუშვებ და ხო ჯერ ლაზარე მითქოს და მე რაც შეეხება იმას რომ ეკონომიკა არ არის ციფრები ეკონომიკა რა თქმა უნდა პირველ რიგში ციფრებში გამოიხადება ხო მაგრამ ციფრები მეტყველებს არსებითად იმასთან დაკავშირებითო იმასთან დაკავშირებით ციფრებს და პოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე რა მდგომარეობა რეალურად ხო ამ პერიოდში როცა 9.7% გაიზარდა ფასები სურსათზე და ალკოჰოლურ სასმელებზე ხელფასი, საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით. აქ ასევე იყო ნახსენი, ანუ 5-ჯერ მეტად გაიზარდა ხელფასები ინფლაციასთან შედარებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დღეს აქვს ადამიანებს აქვს მეტი შეძენის საშუალება, ვიდრე ჰქონდათ თავის დროზე ეს სურსათზეც აისახებოდა სხვა პროდუქტებზეც ეს. აი ესე იგი რისი ანუ მე ძალიან ხშირად იქ ძალიან მოკლედ გავიტყვი რა ძალიან ხშირად ხო ვამბობდი რა რომ ზუსტად მაგას ვამბობდი რომ აი სულ რაღაცა აი ეს უკონტექსტო ციფრები მოაქვს და არ ანუ რა ციფრებს რა სტატისტიკას რაც შეადარებ და ის რომ ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება
ესეც ხო აი მაგ იდეოლოგიის ნაწილია, რომ ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება, გაზომვადი ფორმულებით დათვლადი და სხვათა შორის რაღაცა თავის დროზე მე ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ეკონომიკის სფერო და შემოფერხა იმან ზუსტად რა მე მგონა რომ რაღაცა აი მათემატიკური აზროვნება უნდა გქონდეს იმისთვის რომ შენ ეკონომიკა გაიგო და ისწავლო და ამ დროს ანუ ტყუილი რაც არის ანუ ტყუილი ხო იმიტომ რომ არ არის ეს ზუსტი მეცნიერება და პირიქით ყველაზე არაზუსტი მეცნიერება შეიძლება ითქვას იმიტომ რომ და არ არის იზოლირებული სხვა მეცნიერებებისგან სხვა დარგებისგან სოციოლოგიისგან იქნება ეს ანთროპოლოგიისგან და ასე შემდეგ ანუ ბევრი განზომილება აქვს და რაღაცა აი ეს მაგიტომ ეცინებოდა იქ რომ ვიჯექი თავიდან რომ მართლა დავიტანჯეთ მინდა გითხრათ მთელი სტუდია დავიტანჯეთ მაგდა ანიკაშვილის ჩადრეთ ამათი მოსმენით რომელიც ანუ აი ისეთი მოსაწყენი იყო გარდა იმისა რომ უშინაარსო იყო რომ აი რაღაცა ციფრებს არ ახუნებ უბრალოდ არანაირ კონტექსტში არ სვამ რა და ამ დროს საუბრობ ისეთ რაღაცაზე რაც ჩვენს ყოველდღიურ გრძნობ ესეც ხო მართლა რაღაცა ხო გეოპოლიტიკა ხო არ არის ესეც რომ რაღაცა იმანიპულირო ნახევარსიმართლეებით მოატყუო ხალხი და ასე შემდეგ ეს არის ისეთი რაღაცა რასაც ყოველდღე ნებისმიერი შენი და აი ყობახიძის დაცვამაც იცის ახლა ფასები როგორი არის და ყველა მიცის ყველა ამას გრძნობთ ჩვენ ყოველდღიურობაში ჩვენ ტყავზე და აი ესე აქ აი ჟონგლიერობს თან ძალიან თავდაჯერებული ლაპარაკობდა რომ პირველი კურსის ლექცია რო ჩაატარა ისიც მოსაწყენად და ისიც არასწორად აგერ ჩვენი ეკონომიკის პროფესორი დაგვეწანხმება რომ ანუ იმის მაგერად რომ ჩვენ თქვა რაღაც კონკრეტული პასუხები რას გააკეთებს სახელმწიფო შენ რო აი 4 თვე რო იმშველა რა პასუხი გაქვს რას გააკეთებ არანაირი მაგხრივ რომ ისევ რაღაც აი თავდაჯერებული რო ლაპარაკობდა რომ აი ხა მე რაღაცა ციფრები მაქვს და მე მესმის თემა ამ დროს საერთოდ აი ციფრები რატო ქონდა რა კონტექსტი გავაკეთეთო ეს ანუ გაუმჯობეს ანუ ეს დასკვნა ამით მე ეს გააკეთა რომ ინფლაციაზე მეტად საშუალო ხელფასი გაიზარდა ესე იგი ხორება უკეთესი გახდაო ანუ დაასკვნა და ვერ გაგიგია თამოდ ჯერო აი ხა ცოტა ხაში არა ხო მე თქვა მინდა შენ თვითონ მიხვედი რომ რა უნდა იყოს სახელმწიფოს ხედვა და ამ ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა მარის ვიდეოებს რატომღაც და იქ კომენტარებში ვიყო ეს კარგი გავიგეთ რომ პრობლემა სწორად ვცვამ და ზუსტად ვცვამ და რა უნდა იყოს რა და სხვადასხვა მეორე დღეს შესანიშნავი ეთერი ქონდა იას ზუსტად ერთ-ერთ ტელევიზიაში და იქ სწორად ითქვა რა თავარი არის რომ გაგაჩნდეს ხედვა ალტერნატიული ხედვა ზოგადად ეკონომიკის, ზოგადად ქვეყნის მოწყობის, ზოგადად პოლიტიკის მოწყობის. იქ მე სწორად ამბობდი, ეხლა რიგი მიკროეკონომიკური და მაკროეკონომიკური რაღაცა სტატისტიკები და რაღაცა ინფორმაციები სანამ იქ უშუალოდ არ მიხვალ და წვდომა არ გაგიჩნდება, ვერ გაიგებ. და იმაზე დაფუძნებით კიდე რაც აჯაროდებს და რაც ისედაც ჩანს, ხო? შესანიშნავი პროგრამა იწერება აქ და კარგი იქნება თუ დღეს მოვახერხებთ რაღაცა საყველპურო ენაზე, თქვათ რა გვინდა და რა უნდა იყოს, ხო, ჩვენი ხედვით. ბევრჯერ ვახსენეთ ალბათ, მაგრამ მაინც რაღაცას თუ და ის გაზეთი რა ვქნა წაღებული ოქტომბერში წერდით რა უნდა გაკეთებული ხო? ია შახარშა. მოკლედ ვეცდები, იმიტომ რომ მე მგონი უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც ლაივშიც ვარ. და დავასრულო. ხო. ფეხბურთამდე ჯერ დრო აქვს. ჯერ დრო აქვს. მოკლედ ვიტყვე. ჩვენ კონფერენციაზე სრულ პროგრამას რო წარვადგენ, პირველ მაისაც კი წარადგინა იამ და ეს ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ხო უფრო რთულადაც წარვადგენთ ამას და ცოტა ინტრიგა დავტოვოთ. არა, ინტრიგა ისეთ საკმაოდ. მე იქედან დავიწყებდი თქვენ რომ ლაპარაკობდით ხედვებზე ხო და იმიტომ რომ ამას ებმის ჩვენი ეკონომიკის პროგრამა და მე თვითონაც საიდანაც დავიწყე რომ 90-იან წლებიდან მოყოლებული დღემდე რა ყოფაშიც გვამყოფებენ ხო ეს მთავრობები იცვლება მაგრამ ეკონომიკურ განვითარებას როგორ უყურებენ ეს მთავრობები ეს არ იცვლება და არა მარტო ის როგორ უყურებენ არამედ როგორ მუშაობს ეკონომიკა როგორ იქმნება დოვლათი რა გზებით მე ამ დოვლათის გადანაწილება როგორ ხდება და არ ხდება და რომ მარტო მცირე ჯგუფი მდიდრდება და დანარჩენები ყოველთვის
კადრს მიღმა აღმოჩნდებიან, ეს არის პირველ რიგში საწყისი წერტილი და ამოსავალი წერტილი იმისთვის, რაც მიგვანიშნებს, რომ ფუნდამენტური ცვლილება და გადააზრება არის საჭირო და მეორე მხრივ, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ აი ამ შოკური თერაპიის ხედვამ, ხო, რომელიც ასევე მისი სხვადასხვა ფორმით ეს გამოგყვა დღემდე, ხო, და ნეოკლასიკური ეკონომიკა, რაც არის დომინანტური ხედვა სამწუხაროდ არა მარტო საქართველოში, არამედ დასავლეთშიც, ხო, ევროპის უნივერსიტეტები იქნება ეს თუ ამერიკის თუ ასე შემდეგ. ამ ხედვასთან შეპირისპირება არის საჭირო. იმიტომ რომ ამის გარეშე არაფერი არ გამოვა, რაც არ არის მარტივი საქმე, იმიტომ რომ ის თუ როგორ ისწავლება უნივერსიტეტებში ეკონომიკა, ხო, ის თუ როგორ აზროვნებენ, როგორ მსჯელობენ ეკონომისტები, უკვე გამჯდარია სტანდარტული, ნორმალიზებული, აი არ ვიცი, ალბათ როგორც საბჭოთა ეკონომისტს კითხავდი და ნებისმიერი ეკონომისტი ერთნაირ პასუხს გაგცემდა, დღეს რაღაცა დაახლოებით იგივე აი დოგმატურობის კუთხით, ხო, ისევ ესეთი დოგმატურ პასუხებს გვაძლევს სტანდარტული ნეოკლასიკოსი ეკონომისტი, რომელიც უცებ საზეპიროსავით გეტყვის, რა უნდა ქნა და არ უნდა ქნა ფასებმა თუ აიწია, რა უნდა ქნა ხელფასებზე, რატო არ უნდა დააწესო მინიმალური ხელფასი, რატოა ცუდი რეგულაცია და ასე შემდეგ. აი ესეთი საზეპიროების დონეზე არის გამჯდარი და საშიში არის ის, რომ როგორც კი და ეს არ არის მარტო საქართველოში, მე ვსაუბრობ ზოგადზე, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი და პირადი შეხება და გამოცდილება მაქვს რა ხდება ევროპულ და ასევე ამერიკულ აკადემიურ სივრცეებში, ხო? როგორც კი გამოჩნდებიან ეკონომისტები და პროფესორები და ინტელექტუალები, ვინც აი ამ ხედვის საპირისპირო ხედვებზე იწყებენ საუბარს, ხო? და კონკრეტული პოლიტიკის შეთავაზებებს აკეთებენ, იქნება ეს ხელფასებზე, იქნება ეს ფასებზე, იქნება ეს წარმოებაზე. აი ეს დოგმატურად მოაზროვნე უმრავლესობა ეკონომისტებისა მაშინვე იწყებს მათზე თავდასხმას, მათ დაცინვას, მათ შერაცხვას სულელებად, რომ მათ არაფერი არ გაეგებათ ეკონომიკის და ძალიან უმარტივდებათ ხოლმე ეს საქმე, როგორც წესი, ძალიან მარტივია მათთვის, რომ თქვან, რომ აი ამას, ხო, ძალიან უტრირებლად რო თქვა, ეკონომიკასთან არც ჩაუვლია, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ამბობს, აი ამა როგორ აიღო საერთოდ დოქტორის ხარისხი, იმიტომ რომ ეს ჩვენს რწმენასავით არის გამჯდარი მათში ეს ეკონომიკური ხედვები. და ჩვენ, როდესაც მუშაობთ, ახლა რატომ მოყევი ეს შესავალი, როდესაც მუშაობთ და აქ არის გიაც და ლელა რეხვიაშვილი აუცილებლად უნდა ვახსენო ყოველთვის, ლაზარეც არის ჯგუფის წევრი. ჩვენი მიდგომა თავიდანვე იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტად დაგვეტანებინა საკუთარი თავებისთვის და საკუთარი ცოდნისთვის ძალა, რომ გვეფიქრა რა შეიძლება იყოს გამოსავალი. ძალიან მარტივია დოგმატურად ფიქრი, ძალიან მარტივია იმ და მეც მოგიყვებით იმ საზეპიროებს, იმიტომ რომ უნივერსიტეტში მაგ წიგნებით და მაგ სახელმძღვანელოებით მიწევს სწავლება და ჩემთვისაც ახლა პირადად ერთი ადამიანისთვის ძალიან გავიმარტივებდი საქმეს, რომ მეც რომ მკითხოს ვინმე ეკონომიკა როგორ შეიძლება განვითარდეს, მეც იმ საზეპიროებს ჩამოვყვები და გეტყვით. ოღონდ ეს იქნებოდა ის გზა, რამაც 90-იანი წლებიდან დღემდე მოგვიყვანა და მაინც ამ დღეში ვართ, ხო? ამიტომ ჩვენი მიდგომა იყო თავიდანვე ის, რომ დაგვეძაბა მართლა გონება და ის ცოდნები და ძალიან დიდარი ცოდნა არსებობს და ძალიან დიდარი ისტორიული გამოცდილებები არსებობს არაერთი ქვეყნის აი ამ ნეოკლასიკური, რა თქმა უნდა ევროპის მიღმა, აი ამ ნეოკლასიკური ეკონომიკის მიღმა პოლიტიკის რა ბერკეტების გამოყენება შეიძლება, რა თეორიულ ცოდნას შეიძლება დაეფუძნო ადამიანი, ხო? როგორ შეიძლება რომ ეს ცოდნები და ეს გამოცდილებები ოღონდ მერე გადმოთარგმნო და მოარგო ადგილობრივ
ეკონომიკას, ჩვენს კონტექსტს. ამისთვის რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალიან კარგად უნდა იცნობდე რა ხდება შენსავე ქვეყანაში და შენს ეკონომიკაში, ხო? და ეს არის რთული საქმე. ეს არ არის მარტივი, ეს არის ძალიან რთული საქმე და იმასაც ვაცნობიერებთ, რომ როდესაც ჩვენ ამ კონკრეტული ხედვებით უფრო ფართო საზოგადოების წინაშე წარვდგებით, დარწმუნებული ვარ, იქნება მცდელობები ამის დისკრედიტაციის, იმიტომ რომ ეს შეეწინააღმდეგება ბევრ დამკვიდრებულ კიდე ერთხელ ვამბობ იმ დოგმატურ ცოდნას, მაგრამ ეგ არაფერი. ჩვენი, ხო, მნიშვნელოვანი და ამოსავალი წერტილი, ოღონდ ახლა აქ ის შეიძლება ისე არ ჟღერდეს, რომ მთავარი მიზანი ის კი არ არის, რომ ვიღაცებს არგუმენტებში შევეჯიბროთ და ვიღაცებს ცოდნაში შევეჯიბროთ, ხო? მთავარი მიზანი არის ის, რომ ვიპოვოთ ისეთი გამოსავლები, რომლებიც ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის იქნება შვების მომგვრელი, რომელიც საზოგადოების და საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემს და ღირსეულად, ადამიანურად და ღირსეულად რო იგრძნოს თავი, აი ამის საშუალებით. ეს არის მიზანი და ეს არის ამოსავალი წერტილი და არა ის, რა დაწერა ჰაიაკმა, რომელი ფერის მელნით და მე იმას რა დააყოლა მიზესმა და ასე შემდეგ, ხო? ეს არ არის საზომი, ისა რა ქვია, სკალა, ესე რომ ვთქვათ. ამიტომ ჩვენი პროგრამისთვის მაგალითად, ხო, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი რაც არის და ამოსავალი პრინციპი, რამდენიმე პრინციპზე დგას ჩვენი ხედვა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი რაც არის ეს საჭიროებების ეკონომიკის კონცეფცია, რომელიც კავშირშია იმასთან, რაზეც მანამდე ვსაუბრობდი, რომ საერთოდ ეკონომიკას სხვანაირად შევხედოთ და სხვანაირად გადავიაზროთ და თუ კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ თუ სახელმწიფოში და რაღაცა ორგანიზებული ფორმის წყობაში და საზოგადოების ნაწილად ვცხოვრობთ, ეს ეკონომიკა უნდა გვემსახურებოდეს ჩვენ და ჩვენი საბაზისო საჭიროებები, ხო, როგორიც არის კვება, ეს იქნება წყალი თუ ენერგეტიკის მიწოდება, ეს იქნება ბინა, ჯანდაცვა, განათლება, ის რაც არის საბაზისო საჭიროებები იმისთვის, რომ თავი ადამიანებად ვიგრძნოთ, ხო? ეს არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი. ეს უნდა იყოს ყველაზე მინიმუმი, რაც მაქსიმალურად გარანტირებული უნდა იყოს ადამიანებისთვის და ამ მიზნის მიღწევისთვის თუ დაგჭირდება და აუცილებლად დაგჭირდება, რომ აი ამ კაპიტალიზმის და მაქსიმალური მოგების და მოგების მაქსიმიზაციის ლოგიკა ჩამოშორდეს აი ასეთ სფეროებს, ან შესუსტდეს და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მაშინ მზად უნდა ვიყოთ ზუსტად აი ასეთ გადაჭრის გზებზე, აი ასეთი პოლიტიკების გატარებაზე, იმიტომ რომ კიდე ერთხელ აქ მიზანი არის მნიშვნელოვანი და არა ის, ვთქვათ, რა არის გავრცელებული დოგმატური ცოდნები და მეორე მხარესაც, ხო, ის რასაც ჟარგონი რო გამოვიყენო ჰეტეროდოქსულ და არაორთოდოქსულ მიდგომებს უწოდებენ, ხო, ეკონომიკაში ძალიან ფართო და ძალიან დიდარი ცოდნა და გამოცდილებაა და ნებისმიერ ეკონომისტს, რომელიც ერთხელ მაინც დაინტერესებულა ეკონომიკური აზრის ისტორიით, კარგად უნდა მოიხსენებოდეს პრინციპში, რომ ყოველთვის არსებობდა, ხო, სხვადასხვა მიდგომების, სხვადასხვა თეორიების ერთმანეთთან შეპირისპირება, ოღონდ ეს არ იყო არასდროს მხოლოდ ინტელექტუალური ჭიდილი, ეს მაშინ გაამართლებდა ხოლმე რომელიმე იდეა, როდესაც ის იყო დაფუძნებული ადამიანების იმდროინდელ საჭიროებას და ჩვენ რო ვუყურებთ ჩვენი საზოგადოების დღევანდელ საჭიროებას, რომ ჩვენ რასაც საბაზისო საჭიროებად მივიჩნევთ, ეს არის ფუფუნებად გადაქცეული. კარგად რო იკვებო ფუფუნება, ექიმთან რომ მიხვიდე ფუფუნება, ხარისხიანი განათლება რომ მიიღო ფუფუნება, სუფთა ჰაერი რო ჩაისუნთქო ფუფუნება. ხო, აი ეს საცხოვრებელი ჭერი რო გქონდეს თავზე, ისიც ფუფუნებაა და ეხლა ეს ყველაფერი თუ ფუფუნების ამას თუ შევეგუეთ ჩვენც და თუ თქვით რომ ეს არის ნორმა და ასე გავაგრძელოთ ცხოვრება, მაშინ ახალი პროგრამის დაწერაც არაფერში არ გვჭირდება. ამიტომ
აი ეს აი ამ ერთ ასპექტზე დროის სიმწირის გამო ეხლა შევხედებული და ისეთი თემა არის რომ მე მგონი ყველას უსასრულოდ შეგვიძლია საუბარი მithumetes მემარცხენეებს გვიყვარს ამ თემებზე საუბარი მაგრამ ძალიან გაუწერეთ როგორც გვანიშნებენ ერთი ის ბატონო მე რა კითხვები თუ არის შემოსული იქნება ერთ კითხვას მაისურვა თუ ვერ მოვასწრებთ მოგრას ძალიან მერაბი თავს გიქნას არა ძალიან გიგრძელდა მაშინ რაც არის კითხვები შემოსული თქვენ ხარ გინდათ რამის დამატება და მე რა ძალიან კარგად მოსაკნა რა ქვია საერთოდ ეხერხება კარგად ჩამოხლება ის რა ქვია პროფესორ ძალიან კარგად ერთად არ ცოტა ისეთი ის ვაბოთ ანუ გამეფებული ის რა არის რა აქედან რომ მიყვეთ ანუ რომ ვიღაცა ვისაც გამდიდრების უნარი აქვს მივცეთ მას საშუალება გამდიდრდეს რასაც მე პირადად ტაცებელს ვეძახი რომ ის მდიდდება მტაცებელია და ის მერე საწაიღებს ამ ფულს დახარჯავს იცევ ხო ანუ ეს არის გამეფებული მთელი ის მთელი შინაარსი ლოგიკა და იდეა მთელი ამ იმის ეგ არის ხო და ნახეთ უკვე ხო ხედავთ რომ საწაიღებს და მიაკ ხო არ ჩამ აძლევ ყველაფრის უფლებას მაგრამ მიაკ და ჩვენი ზოგადად ალბათ პირიქით უნდა იყოს ხო ლოგიკა რომ ვიღაცის ინტერესზე კი არ უნდა იყოს მორგებული საზოგადოების რაც თქვი ხო ეხა თუ საზოგადოებისთვის არ მუშაობს ეკონომიკა ხო ანუ რა არის მაშინ ლოგიკა ხო რომ ეს დემოკრატიულობის პრინციპიც ჩვენს პროგრამაში შემოდის ბევრი კი რა თქმა უნდა ანუ ადამიანის უფლებები რაც რეალურად 59 წელს იქნა დეკლარირებული ხო ადამიანთა უფლებები ამის უზრუნველყოფას უნდა ემსახურებოდეს მთელი ეკონომიკური სისტემა ხო რომ იმას კონდეს საკვების იყოს დაცული განათლების, საცხოვრებლის, სუფთა ჰაერის, ესენი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და დღეს მარტო კერძო საკუთრების ვიღაცისთვის ისიც ხო თქვა თორე დანარჩენი რა ვიცი ხა არ მე მინდოდა რომ ყველაზე მეტად რა დებატში მომეწონა იყო მოწოდება ხალხისთვის შემოერთებაზე რა და მე მგონია რომ ყველა პოდკასტში ეგ უნდა დავნერგო და არაფერი თუ ხართ სტუდენტი არ ვიცი დიასახლისი მუშა მცირე თუ საშუალო ბიზნესის მქონე ადამიანი მოკლედ თუ არ ხართ ძალიან მდიდარი და ცუდად გამდიდრებული შემოგვიერთით არა თუ ცუდად არ ხართ მოვბრძანდით შემოგვიერთით ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ პარტიად გადაკეთებაზე და იმ სახალხო პარტიის მოთხოვნა რომელიც ჰქონდათ და რაღაც ახალი პარტიის მოთხოვნა რომელიც ჰქონდათ და სამართლიანი პარტიის ასევე და ისეთი კი ბატონო მოვბრძანდით შემოგვიერთით გაგვაძლიერეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაგვამდიდრეთ თქვენი აზრებით ხო შემოწირულობები შეგიძლიათ გააკეთოთ მოძრაობის ანგარიშზე რომელიც კომენტარებში იქნება მითითებული ეს შემოწირულობები როგორც თავიდან ახსენეთ ჩვენი მოძრაობა არსებობს წევრების საწევროების და შემოწირულობის ხარჯზე და ამ თანხებს ვიყენებთ მაგალითად გაზეთის დაბეჭდისთვის რეგიონებში გასვლისთვის შიდა ოპერაციული საქმიანობებისთვის და ასე შემდეგ იმისთვის რომ ყოველდღიური ეს რუტინული რაღაც საქმეები რაც არის ეს რომ გავწიოთ და ძალიან მოკლედ იმ რაც თავიდან ვახსენე რომ თუ გვინდა ჩვენ სახალხო პარტიის შექმნა ეს პარტია ხალხთან ერთად უნდა შეიქმნას და ამ სახალხოობაში იგულისხმება როგორც ის რომ ასე ვთქვათ წევრებად შემოვიდეს ხალხი და გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღოს მონაწილეობა ასევე სახალხო მხარდაჭერა იმიტომ რომ სანამ ეს მსხვილი ბიზნესები თავისი ინტერესების გამტარებელ პარტიებს აფინანსებენ ჩვენ გვჭირდება ჩვენი ორგანიზება და ჩვენი ინტერესების გამტარი პარტიის ჩვენი ხელით შექმნა. ამის თქმა მინდოდა და მე. მადლობა ვინც გაგვიძელით ბატონ მერავს განსაკუთრებით. უკანა ხუცეშული გვიყურეს ვიცი. გინდა მოიწვიო.
გვაპატიეთ რა ესე ძალიან გაგვიგრძა და კიდე დარწმუნებული ვარ რომ ყველას ძალიან ბევრი რამე გვაქვს სათქმელი მაგრამ აი გამოიწერე მოკლედ თვალი ადავნეთ ჩვენ გვერდს და ჩვენ გვექნება ხოლმე ესეთი ლაივები კითხვები რაც დღეს შემოვიდა რაც ვერ გავაიცით პასუხი შევინახოთ აუცილებლად და შემდეგ ლაივებში გავცემთ პასუხს და მოკლედ მხარი დაგვიჭირეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი სხვადასხვა ყველა თუ რაიმე სოციალური ქსელი არსებობს ყველგან ვარ წარმოდგენილი მადლობა ვინც გიყურებდით და ნახვამდის